ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, პატარა უფლისწული. პატიებას ვითხოვ ბავშვობისგან, რომ ეს წიგნი დიც მიუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისათვის. იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამ ქვეყნად, მაგრამ ეს სხვა მიზეზიც მქონდა. ამ დიც ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი, მესამე მიზეზიც. იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მიუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც. ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას, ლეონ ვერტს, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო. 6 წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიაც უღრან დღეებზე იყო ლაპარაკი და რომელზეც ნამდვილი ამბები ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი. მახრჩობელა გველი, რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი. წიგნში ეწერა: მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად გაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არ აქვთ და 6 თვეს წინავთ, რომ საჭმელი მოინელონო. მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო ჩემი ნახატი, ნომერი 1. ჩემი შედევრი დიდებს უჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ მეთქი. განა ქუდი საშიშია მომიგეს მათ, მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა. ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო. დედამამის სჯეს ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნებოდა თუ გარედან ამეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ 6 წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულებელყოფამ გული გამიტეხა. დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომხანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნა მათ ყველაფერი. ამრიგად, იძულებული გავხდი სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწა შემოუფრინე და უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე. ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ. დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონდა ძალიან ახლოს გავცნობოდი მათ. მაგრამ ამან მაინც და მაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში. როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს უჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა, მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ: ქუდიაო. ამის შემდეგ აღარაფერს უყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერთყეებსა და ვარსკვლავებზე. ნათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს უბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს. ასე მარტოდ ცხოვრობდი და არავისთან შემეძლო გულითადი საუბარი, ვიდრე ერთხელ. ამ 6 წლის წინათ საჰარის უდაბნოში არ მომიხდა იძულებით დაშვება. ჩემი თვითმფრინავის ძრავას რაღაც დაუზიანდა და ვინაიდან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრი მყავდა, გადავწყვიტე თავად მეცადე დაზიანებული ნაწილი შეკეთება. ამაზე იყო ახლა დამოკიდებული ჩემი სიკვდილსიცოცხლე. სასმელი წყლის მარაგი დიდი ერთი კვირა თუ მეყოფოდა. ღამით ცილოზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილი დაშორებულ უდაბნოში. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ტივზე შემორჩენილი მეზღვაურიც კი არ იქნებოდა ჩემსავით მოწყვეტილი მთელ ქვეყანას. და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხლამ დილი თუ ცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა. თუ შეიძლება, დამიხატე ბატკანი. რა? ბატკანი დამიხატე. ველდანაკრავებით წამოვარდი ზეზე, თვალები მოვიფშიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. აი მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვას შემდეგ შევძელი. ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დედამ ამიცრუეს ხატვაზე გული, როდესაც ჯერ კიდევ 6 წლის ვიყავი და მეც ვერაფრის დახატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან. გაოცებული მივჩერებოდი ამოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. არ დაგავიწყდეთ, რომ უდაბნოში ვიყავი, მრავალი ათასი მილი დაშორებული ადამიანის სამკვიდრებელს. ბიჭუნა კი არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული. იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზააბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა სამკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე, როგორც კი მოვიკრიბე ძალღოვნა შევეკითხე. კი, მაგრამ აქ რას აკეთებ?
პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა. თითქოს უაღრესად მნიშვნელოვან დრამაზე ლაპარაკობსო. თუ შეიძლება, დამიხატე ბატკანი. როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუც არ დაემორჩილოს მას და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილი დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულაუბრად მოჩვენებოდა. მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოგალამი, მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მარსტურაში უფრო ვიყავი გაწაფული და ცოტა არ იყოს მკვახეთ უთხარი. ხატო არ ვიცი მეთქი, მაგრამ ბიჭუნა მომიგო, ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი. ვინედან ბატკანი არასდროს დამეხატა. დავხატე ის, რაც შემეძლო. ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან და სახტა დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა. არა, არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი ძალიან დიდი. აქ ჩემთან ყველაფერი ძალზე პატარაა. მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი. მემეც დავუხატე. იგი გულისხმობით დააცქერდა ჩემს ნახატს და მითხრა: არა. ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს. სხვა დამიხატე, სხვა დავუხატე. ჩემო მეგობარმა წყნარა და მოწყალედ გამიღიმა. შენს ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია, რქები აქვს. ისევ დავუხატე, მაგრამ მან ისეც დამიწუნა. ის ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს. უკვე ამევსო მოთმინების ფიალა. ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი და კალმის რამოდენიმე მოსმით ეს დავუხატე. თანაც დავძინე. აი 5. ბატკანი, რომელზეც შემთხოვდი, შიგარის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინეს სახე ჩემს პატარა მსაჯულს. სწორედ ის არის მე რომ მინდოდა. როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება? რატომ მეკითხები? იმიტომ, რომ იქ ჩემთან ყველაფერი ძალიან პატარაა. მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე. იგი ისევ დააცქერდა ნახატს. არც ისე პატარაა. შეხედე, უკვე ჩასძინებია. ესე გავიცანი პატარა უფლისწული. კარგი ხანი მომუნდი იმის გაგებას, თუ საიდან მოვიდა იგი ამ უდაბნოში. პატარა უფლისწული კითხვებს და მაყრიდა. ჩემს კითხვებზე კი სიტყვას ბანზე მიგდებდა. შემთხვევით თუ წამოსდებოდა თითოეულა სიტყვა, რომელთა შემწეობითაც თანათან აეხადა ფარდა ყველაფერს. ასე მაგალითად, პირველად რომ დაინახა ჩემი თვითმფრინავი. შემეკითხა, რა საგანია ეს? ეს საგანი არ არის. ამან ფრენა იცის. ეს თვითმფრინავია, ჩემი თვითმფრინავი. და მე თავმომწონედ ვამცნე მას, რომ ფრენა შემეძლო. როგორ? შენ ციდან ჩამოვარდი? წამოიძახა მან. ხო, გულბრულად მივუგე მე. საოცარია. და პატარა უფლისწულმა ხმამაღლა გადაიკისკისა, რამაც ძალიან მათქინა გული. არ მიყვარს, როცა გასაჭირში მყოფს აგდებულად მეკცევიან, შემდეგ კი დასძინა. მას შენც ციდან მოხვედი. რომელია შენი პლანეტა? ამ სიტყვებმა უეცრად მოჰფინა ნათელი მისი აქ მოსვლის საიდუმლოს და საჩქაროდ შევეკითხე. შენ სხვა პლანეტიდან ხარ? პატარა უფლისწულმა პასუხი არ გამცა. თავი წყნარად გაიქნია და მზერად ჩემს თვითმფრინავს მიაპყრო. მაგრამ ამით შორიდან ვერ მოხვიდოდი, მითხრა მან და ოცნებაში ჩაიძირა. კარგა ხანს იდგა გარინდებული. შემდეგ ჯიპიდან ბატკანის სურათი ამოიღო და დიდხანს დაყურებდა თავის განძს. ალბათ წარმოიდგენთ, როგორ დამაინტერესა მის მიერ გაკვირ ნახსენებმა სხვა პლანეტამ და გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით შემეწყო პატარა უფლისწულის ცხოვრება. საიდან მოხვედი აქ, ჩემო პატარა ბიჭო? რას ნიშნავს იქ, ჩემთან? სად უნდა წაიყვანო ჩემი ბატკანი? იგი ერთხანს დუმდა, ფიქრებში დანთქმული, შემდეგ კი მომიგო. რა კარგია, რომ 5 მაჩუქე. ღამღამობით სადგომოდ გამოადგება ჩემს ბატკანს. მე რა თქმა უნდა, ჭკვიანად თუ იქნებით, ოქსაც გაჩუქებ ბატკნის დასაბმელად და პალუსაც. ჩემო სიტყვებმა თითქოს შეაკრთა პატარა უფლისწული. დასაბმელად, რასასაცილო აზრია. თუ არ დააბით, სადმე წავა და დაიკარგება. ჩემო მეგობარმა კვლავ ხმამაღლა გადაიკისკისა. სად წავა? სადაც მოისურვებს, ააღერებს თავს და სულ პირდაპირ ივლის. ამას მნიშვნელობა არ აქვს. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი ძალიან პატარაა. დინჯად შენიშნა პატარა უფლისწულმა და ნაღვლიანად დაუმატა. პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ. ამრიგად, კიდევ ერთი უაღრესად საყურადღებო რამ შევიტყვე. პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა. მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევარქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა, რომელთა შორისაც ზოგი ისეთი პატარაა, რომ მათი დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს. როცა ასტრონომი ასეთ პლანეტას აღმოაჩენს, იგი მას სახელის ნაცვლად ნომრით აღნიშნავს, მაგალითად, ასტეროიდი 3251.
მე სერიოზული საფუძველი მქონა, მე ფიქრა, რომ პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, ასტეროიდი B612 უნდა ყოფილიყო. ეს ასტეროიდი მხოლოდ ერთხელ 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა. ამ აღმოჩენის შესახებ მან ვაებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს, მაგრამ რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები. მაგრამ ასტეროიდ B612-ს უნდა უმოძლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა. ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯელოდა. 1920 წელს ამჯერად უკვე ევროპულ კოსტიუმში დიდებულად გამოწყობილმა ასტრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა. ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღნიშნე, რომ დიდებს გაიგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობერზე უმობთ რამეს, ისინი არასოდეს კითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს კითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობერს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ კითხავენ, რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენი სიწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისს. მათ გონიათ, რომ მამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ ვარდისფერი აგურისგან ნაგები, ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგვეგმანებნენო. ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი. მათ ასე უნდა უთხრათ, და დავინახე სახლი, რომელიც 100,000 ფრანკი ღირს და მაშინ აღწაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო. და სწორედ ასევე, თუ მათ ეტყვით, იყო ერთი პატარა უფლისწული და ამის დასამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იგი მშვენიერი იყო, იცინოდა და ძალიან უნდოდა ყოლოდა ბატკანი, ხოლო ვისაც სურს ყავდეს ბატკანი, რა თქმა უნდა არსებობს კიდეც. ამ სიტყვებზე ისინი მხრებს აიჩაჩავენ და ბავშვად ჩაგვთვლიან. მაგრამ თუ ეტყვით, რომ პლანეტას, საიდანაც იგი მოვიდა, ასტეროიდი B612 ჰქვია, ეს მას სავსებით დაარწმუნებს და მეტი შეკითხვით აღარ შეგაწუხებენ. რა გაეწყობა? ასეთი ხალხია დიდები. მოგაუბრაზდებით მათ. ბავშვებს დიდი მოთმინება მართებ დიდების მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ვისაც გვესმის ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა არ აქვს ციფრებს. მე მერჩივნა ამების თხრობას ზღაპარევი დამეწყო. ოდესღაც უხსოვარ დროში ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ყოლოდა მეგობარი. და ის, ვისაც ეს მის ცხოვრების ავკარგი, გაცილებით უკეთ მიხვდება ჩემი მოთხრობის აზრს. არ მინდა უგულო წაიკითხოს ვინმემ ჩემი წიგნი. ძალიან მიმძიმს ამ მოგონების გადმოცემა. უკვე 16 წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პატარა უფლისწულმა მიმატავა და თან წაიყვანა თავისი ბატკანი. და თუ ახლა ვცდილობ დაგიხატოთ იგი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამოუწყდეს. მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არ აყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგონები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ. ამიტომ მიყიდე ისე საღებავების ხუთი და ფერადი ფანქრები. ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა მოკიდო კაცმა ხატვას ხელი. მით უმეტეს თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მახრჩობელა გველის გარდა არაფერი დაგიხატავს და ისიც მაშინ, როცა 6 წლის იყავი. ცხადია, რაც შემიძლია ვეცდები კარგად გადმოგცეთ მისი სახე, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ. ზოგ ნახატს არ აუშავს, ზოგი კი სრულებით არ აგავს. ცოტათი სიმაღლეშიც ვცდები. ზოგან უფლისწული ძალიან მაღალი გამომივიდა, ზოგან კი ძალიან დაბალი. არც ის მახსოვს კარგად რა ფერის ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ მე ძალღონეს არ ვიშურებ და მთელი მონდომებით ვხატავ. ცხადია, უფრო საყურადღებო დეტალების გადმოცემაშიც შეიძლება შევცდე, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იქნება. ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს არ მიხსნიდა. ალბათ მასავით გულთმისანი ვეგონე, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, მე არ ძელმი ძმასავი დავინახო ყუთში დამწვდაული ბატკანი. შესაძლოა ცოტათი დიდებს გავარ, ალბათ დავბერდი. ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი უფლისწულის პლანეტაზე. იმაზე თუ როგორ დატოვა მან იგი, ან და როგორ იმოგზაურა. ნაწყვეტ მიყვებოდა პატარა უფლისწული თავის ამბებს, როცა შემთხვევით სიტყვა მოიტანდა. ასე შევიტყო მესამე დღეს ბაობაბების მიერ გამოწვეული უბედურების ამბავი და ამასაც ბატკანს უნდა ვუმოძვლოდე. უეცრად, თითქოს რაღაცამ დააეჭვაო პატარა უფლისწული შემეკითხა. ხომ მართალია რომ ბატკანი პატარა ბუჩქებს ჭამს? სრული სიმართლეა. როგორ მიხარია? ვერ მივხვდი რატომ უნდა ყოფილიყო ასე მნიშვნელოვანი ის რომ ბატკანი ბუჩქებს ჭამს, მაგრამ პატარა უფლისწულმა დასძინა. რა კი ეგრეა, ბაობაბსაც ხომ შეჭამს?
მიავუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი კი არა ტაძრის ოდენა ხიარო, სპილოების მთელი ჯოგიც რომ დაასიო, ვერაფერს დააკლებს მეთქი. სპილოების ხსენებაზე პატარა უფლისწულს გაეცინა, ოღონდ სპილოები ერთმანეთის ზურგზე უნდა შეგესვა. შემდეგ კი დინჯად განვიმართა. სანამ ბაობაბი ასეთი დიდი გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა. მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენმა ბატკანმა პატარა ბაობაბები შეჭამოს? როგორ თუ რატომ? ისე მომიგო მან თითქოს ეს ამბავი თავისთავად ცხადი ყოფილიყოს. მე კი თავის მტრევა დამჭირდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად. და მართლაც, როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლანეტაზე, კარგი მცენარეების ცხარობს და ცუდიც. კარგ მცენარეს კარგი თესლი გამოაქვს, ცუდს კი ცუდი. მაგრამ თესლი უხილავია. მას მშვიდად სძინავს მიწის იდუმალ წიაღში, სანამ გამოღვიძებას არ მოისურვებს. და აი, პატარა თესლი თვალებს მოიფშნაც, გაიზმარება და გაუბედავად აღმართავს მზისკენ მშვენიერ, უწყინარ პატარა ყლორტს. თუ ეს ბოლოკის ანვარდის ყლორტია, და ეიხაროს, სადაც მოესურვება, მაგრამ თუ იგი ცუდი მცენარეა, მაშინვე უნდა ამოიძირკოს. პატარა უფლისწულის პლანეტაზე თურმე ბაობაბების საშინელი თესლი გაჩენილა. ეს თესლი მთელი პლანეტის ნიადაგს მოსდებია. ბაობაბი კი ისეთი მცენარეა, რომ დროზე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოიცილობ. მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, მათ შეუძლიათ ნაკლითებად აქციონ იგი. მთავარია დისციპლინა, მითხრა პატარა უფლისწულმა. როგორც კი დილით ხელპირს დაიბან, გულმოდგინედ უნდა შეუდგე შენი პლანეტის დასუფთავებას, როგორც კი შეამჩნევ ბაობაბის ახლად ამოწვერილ ყლორტებს და მიხვდები, რომ ეს ბაობაბია და არა ვარდის ბუჩქი, რომელსაც იგი თავდაპირველად ძალიან ჰგავს. ხელათვე უნდა ამოძირკო. ეს ძალიან მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ ძალიან ადვილიც. ერთხელ პატარა უფლისწულმა მისჩია, კარგად ამეხატა ბაობაბი, რომ ჩვენი ქვეყნის ბავშვებს უკეთ გაეგოთ ყველაფერი. თუ ოდესმე იმოგზაურებენ, უთხრა მან, გამოადგებათ. ზოგიერთ სამუშაოს სახვალიოდ გადადებას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ როცა საქმე ბაობაბს ეხება, დაყოვნება დამღუპველია. მე ერთი პლანეტა ვიცოდი, სადაც ზარმაცი კაცი ცხოვრობდა. მან დროზე ვერ შენიშნა სამი პატარა ბუჩქი და პატარა უფლისწულის მონაყოლის მიხედვით მე დავხატე ის პლანეტა. ძალიან არ მიყვარს მორალისტის ტონით ლაპარაკი, მაგრამ რადგან ბევრმა არ იცის, რა საფრთხე მოელის ადამიანს თუ იგი ასტეროიდზე მოხვდა, გადავწყვიტე დავარღვიოთ ჩემი ჩვეულება და ვამბობ, ბავშვებო, უფრთხილდით ბაობაბს. მინდა ჩემს მეგობრებს დავანახო ის საფრთხე, რომელიც მათ დიდი ხანია ემუქრება და ვერ ხედავენ, ისევე როგორც მე ვერ ხედავდი. ამიტომ ვიშრომე ამდენი ამ სურათზე და არც ვნანობ. იქნებ მკითხოთ, რატომ არ არის ამ წიგნში სხვა ისეთი ნახატი, როგორიც ამ ბაობაბების სურათია. პასუხი მარტივია. ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ხოლო როცა ბაობაბებს ვხატავდი, შეგნებული მქონდა, რომ ამ სურათის დახატვა აუცილებელი იყო და ეს შეგნება მაძლევდა ძალას. პატარა უფლისწულო, მე თანდათან შევიტყვე შენი სევდიანი ცხოვრების ამბავი. დიდი ხნის განმავლობაში შენ ერთადერთი გასართობი, ჩამავალი მზის ცქერა ყოფილა. ეს ახალი ამბავი ჩვენი გაცნობის მეოთხე დღეს შევიტყვე, როცა მითხარი. ძალიან მიყვარს მზის ჩასვლა და მოდი, ვუცქიროთ. კი, მაგრამ საჭიროა დავიცადოთ. რას უნდა ვუცადოთ? მზის ჩასვლას. თავდაპირველად ჩემმა ნათქვამა ძალიან გაგაოცა, შემდეგ კი ჩაგეცინა და მითხარი. ოდამში მგონია თავი. და მართლაც, ყველა მიცის, რომ როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის და თუ შეძლებ ერთ წუთში ჩახვიდე საფრანგეთში, მოუსწრებ მზის ჩასვლას, მაგრამ სამწუხაროდ საფრანგეთი ძალიან შორსაა. შენთვის კი შენს პატარა პლანეტაზე საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯი გადაგედგა და როცა მოისურვებდი, მაშინ დაგენახა და ისი. ერთ დღეს 43-ჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას და ცოტა ხნის დუმილი შემდეგ დასძინე. როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს. მაშინ დღეს, როცა 53-ჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას, ძალიან მგიმძიმდა. პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა. მეხუთე დღეს, ამჯერადაც ბატკნის წყალობით, ფარდა აეხადა პატარა უფლისწულის ცხოვრების საიდუმლოს. უეცრად თითქოს ამ კითხვამდე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიდაო, შემეკითხა. თუ ბატკანი ბუჩქებს ჭამს, ყვავილის ცხომ შეიძლება შეჭამოს? ბატკანი მივუგე მე ყველაფერს ჭამს, რასაც კი მისვდება. ეკლიან ყვავილებსაც, ეკლიანსაც. მას შეკალი რაღაც საჭიროა? ეს კი აღარ ვიცოდი. იმ წუთს საქმით ვიყავი გართული. ძრავაზე ერთი ჭანჭიკი ძალიან მოჭერილი იყო და მის მოშვებას ვცდილობდი. შეშფოთებული ვიყავი, ვხედავდი, რომ ჩემი თვითმფრინავი სერიოზულად იყო დაზიანებული. სასმელი წყალი კი უკვე მელეოდა, რაც კარგს არაფერს მიქცდა. რაღაც საჭიროა ეკალი.
თუ კი პატარა უფლისწული რაიმე შეგეკითხებოდეთ, აღარ დაგეხსნებოდეთ, სანამ პასუხს არ მიიღებდა. იმ ჭანჭიქს კი მოთმინებიდან გამოყავდი და რაც ენაზე მომადგა ის მივუგე. არაფრისთვის არ არის საჭირო, ყვავილები მხოლოდ სიავით ისხამენ ეკლებს. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი პატარა უფლისწულმა ცოტა არ იყოს მკვახედ მომახალა. არ მჯერა. ყვავილი სუსტი და გულუბრყვილო არსებაა და რაც შეუძლია იმაგრებს გულს. მას გონია, რომ თავისი ეკლები თავს არ სცემს მტერს. მე არაფერი უპასუხე, რადგან ჩემი დარდი მაწუხებდა. თუ ეს ჭანჭიკი ახლაც ვერ მოვუშვა, ვფიქრობდი გულში, ამ ჩაქუჩი დავლეწავ მეთქი. მაგრამ ფიქრები კვლავ პატარა უფლისწულმა გამაწყვეტინა. და შენ ნამდვილად გონია, რომ ყვავილი? არა, მე არაფერი არ მგონია. მე მხოლოდ ის ვთქვი, რაც ენაზე მომადგა, ხომ ხედავ, როგორი სერიოზული საქმე მაქვს. მან გაოცებით შემომხედა. სერიოზული საქმე? იგი დაკვირვებით შემომცქეროდა მანქანის ზეთით გათხუპნულს, რაღაცაგანზე რომ ვიყავი დახრილი, რომელიც მის თვალში ალბათ ძალიან უშნო იყო. შენ დიდებივით ვლაპარაკობ, თქვა მან. ცოტა არ იყოს შემრცხვა. იგი შეუბრალებლად განაგრძობდა. ყველაფერი გეშლება. ყველაფერს ერთმანეთში ურევ. იგი მართლაც ძალიან იყო აღშფოთებული. თავი გაიქნია და ქარმა ოქროსფერი კულები აუშალა. მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უნახავს ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს. საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარ და ამბარდავნად ვიბრინძება, მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკო. რა არის? სოკო. პატარა უფლისწული მთლად გაფიქრდა მის ხანებისგან. მილიონი წლებია ყვავილები ეკლებს ისხამენ. მილიონი წლებია ბატკნები ყვავილებს მაინც ჭამენ. თუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არ გიათ. თუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ. განაის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა. თუ მექვეყნათ, ერთადერთი ყვავილი მეგულება, რომელიც მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს და თუ ბატკანმა ერთ მშვენიერ დღეს მოსპო იგი, ისე რომ არც კი იცოდეს რას აკეთებს, განაის მნიშვნელოვანი არ არის. პატარა უფლისწულს სახე წამოუფაკლდა. თუ ადამიანს უყვარს ყვავილი, რომლის მაგვარი არც ერთ ვარსკვლავზე არ მოიძებნება, ეს საკმარისია, რომ იგი ბედნიერი იყოს ამ ვარსკვლავის დანახვაზე. იქ, სადღაც ჩემი ყვავილი ხარობს. ფიქრობს იგი, მაგრამ თუ ყვავილი ბატკანმა შეჭამა, მისთვის ყველა ვარსკვლავი ჩაქრება ცაზე და ეს მნიშვნელოვანი არ არის. მან მეტი ვერაფერი თქვა და უეცრად აქვითინდა. ბინდი ჩამოწვა, მე დავყარე ჩემი იარაღები. რაფასი ჰქონდა ახლად ჩემს ჩაქუჩს, ჭანჭიქს, წყორულს ან სიკვდილს, როცა ერთადერთ ვარსკვლავზე, ერთ პლანეტაზე, ჩემს პლანეტაზე, დედამიწაზე, პატარა უფლისწულს ნუგაში სჭირდებოდა. მე ხელში ავიყვანე იგი და დავერძიე. თან ვარწმუნებდი. ყვავილს, რომელიც შენ გიყვარს, არ ელის საფრთხე. მე დაგიხატავ პირსაკრავს ბატკნისათვის. მე დაგიხატავ ჯავშანს ყვავილისთვის მე. აღარ ვიცოდი რა მეთქვა. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, როგორ ჩავწდომოდი მის სულს, როგორ ამოვდგომოდი მხარში. სრამლების ქვეყანა ხომ ისეთი დუმალებით მოცული სამყაროა. მალე შემთხვევა მომეცა უფრო ახლოს გამეცნო ეს ყვავილი. პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის ხარობდნენ უბრალო ყვავილები, რომლებსაც ფურცლები მხოლოდ ერთ წყებად ჰქონდათ. ძალიან მცირე ადგილი ეკავა და არავის აწუხებდნენ თავიანთი არსებობით. დილით ისინი მორცხვად გამოიხედავდნენ ბალახებიდან და იმავე საღამოს ქრებოდნენ. ერთ დილას კი თესლიდან, რომელიც არავინ იცის საიდან გაჩნდა პატარა უფლისწულის პლანეტაზე. მოულოდნელად ახალი ყლორტი ამოიზარდა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა ახალ მორჩს და რომელიც მისი პლანეტის არც ერთი სხვა მცენარის ღეროს არ გავდა. ხომ შეიძლებოდა, რომ იგი ბაობაბის ახალი ჯიში ყოფილიყო? მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა ზრდა და კოკორი გამოიღო. პატარა უფლისწულმა, რომელსაც არასოდეს ენახა ასეთი კოკორი, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. ყვავილს კი ჯერ არ დაემთავრებინა მორცვა მოკაზმნა თავის მწვანე სანთიებში. იგი გულდასმით ირჩევდა ფერებს და ნელ-ნელა იმუსებოდა საგანგებოდ შერჩეული, ნაირ-ნაირი ფურცლებით. მას არ სურდა ულაზათოდ მოსულიყო ამ ქვეყნად, როგორც ეს მინდვრის ყაყაჩოებს ჩვევიათ ხოლმე. სურდა ყოველთვის მოეჭრა თვალი თავისი სინატიფით. იგი დიდი კეკულთა არსება იყო. მისი საიდუმლო სამზადისი კარგახანს გრძელდებოდა და ერთ დილას ამოვიდა თუ არა მზა იგი გაიფუჩქნა და თითქოს ასე გულმოდგინედ არ ემზადებოდაო, დაამტკნარა და წარმოთქვა.
ძილს არ გავიღვიძე, გთხოვთ მომიტევოთ, ჯერ დავარცხნილიც არა ვარ. პატარა უფლისწულმა ვერ დაფარა თავისი ახტაცება. რა მშვენიერი ხართ, მართლა, ეზოდ მიუგო ყოველმა. მე ხომ ზესთან ერთად დავიბადე. პატარა უფლისწული რა თქმა უნდა მიხვდა, რომ იგი მაინც და მაინც ყდემომოსილი არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ მომხიბვლელი რამ იყო. გონი საუზმის დროა, დასძინა ცოტა ხნის შემდეგ ყვავილმა. იქნებ გაისარჯო და ისრუნოთ ჩემზე. პატარა უფლისწული ძალიან შეცმუნდა. მერე სარწყული მოიტანა და ყვავილი წყლით მორწყვა. მალე ყვავილმა თავისი ცუდმედიდეობით და ჭირვეულობით მთლად გააწამა საბრალო უფლისწული. ერთხელ თავის 4-4 ეკალზე რომ ლაპარაკობდა უფლისწულს უთხრა. მობრძანდეს ერთი ის ვაფხვი, ჭყალების რომ უქებენ. ჩემს პლანეტაზე ვაფხვები არ არიან განუმარტა პატარა უფლისწულმა და ასეც რომ იყოს, ვაფხვები ბალახს არ ჭამენ. მე ბალახი არა ვარ, შენიშნა განაწყლენებულმა ყვავილმა. მომიტევეთ. ვაფხვები ვერ შემეშინებენ, მაგრამ ორპირი ქარის კი ძალიან მეშინია. თეჯირი ხომ არ გაქვთ? ორპირი ქარის შიში უბედურებაა მცენარისთვის, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. ეს ყვავილი ძალიან მგრძნობიარე ყოფილა. რომ მოსაღამოვდა სარქველი დამახურეთ. აქ თქვენთან ძალიან ცივა, ძალიან მოუწყობელია აქაურება. იქ საიდანაც მე მოვედი და უცებ ხმა გაგმინდა. იგი ხომ პატარა თესლის სახით მოვიდა ამ პლანეტაზე და არ შეეძლო რამეს ცოდნოდა სხვა პლანეტებზე. ასეთი მტკნარი სიცრუე, რომ წამოსდა დასთხონილმა ორჯერ ჩაახოლა, რომ პატარა უფლისწულისთვის მისი დანაშაული ეგზნობინებინა. თეჯირი სადაა? მის მოსატანად ვაპირებდი წასვლას, მაგრამ თქვენ მოლაპარაკებოდით. მაშინ ყვავილმა უფრო ძლიერი ხველა ატეხა, რომ პატარა უფლისწულს ინდისის ქენჯნა ეკრძნა. თუმცა პატარა უფლისწული თავსეულებოდა თავის ადრფოს, მაგრამ მალე შეერყვა მის ამირწმენა. იქ გულდასმით უსმენდა მის უმართებულო სიტყვებს და ძალიან უბედურად თვლიდა თავს. არ უნდა დამეგდო მისთვის ყური გამენდო ერთხელ. არასოდეს არ უნდა მოусმინო ყვავილებს. მარტო მართი ცქერი და სურნელებით უნდა დადგბე. ჩემო ყვავილმა მთელს ქვეყანას პლანეტაზე მოჰფინა სურნელება, მაგრამ არ ვიცოდი როგორ დამტკბერიყავი ამით. ვაფხვებისა და ბრჭყალების ამბებს არ უნდა გავაბრაზებინე. უფრო მეტად უნდა შემბრალებოდა იგი და მერე დასძინა. მაშინ არაფერი გამიგებოდა. მისი საქციელისთვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისთვის. იგი მესურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა. არ უნდა გამოგქცეოდი. მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამიგებოდა რა. თავისი პლანეტიდან გაქცევისას, იგი ალბათ გარეულ ფრინველთა გუნდს შეუერთდა. იმ დილას მან საგულდაგულოდ დაალაგა თავისი პლანეტა. გულმოდგინე და ამოწმინდა მოქმედი ვულკანები. მას 2 მოქმედი ვულკანი ჰქონდა. ამ ვულკანების ცეცხლზე იმზადებდა დილით საუზმეს. უფლისწულის პლანეტაზე ერთი ჩამქრალი ვულკანიც იყო, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის ასევე გულდესმით ამოწმინდა. რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, არავინ იცის რა მოხდება. თუ ვულკანი კარგად აქვს გაწმენდილი, მისი ცეცხლი თანაბრად ანთია და არასოდეს ამოიფრქვევა. ვულკანის ამოფრქვევა ხომ გაუწმენდავი ღუმელის მილში გაჩენილ ხანძარს გავს. დედამიწის მკვიდრნი ძალიან პატარები ვართ და არ ძალგვით ამოწმინდოთ ჩვენი ვულკანები. ამიტომაა, რომ მათ ამდენი უსიამოვნება მოაქვთ ჩვენთვის. მართალია, გამგზავრების წინ ძალიან დანაგვიანებული იყო, მაგრამ მაინც ამოძირკვა ახლად ამოწორილი ბაობაბის ფესვები. მას ეგონა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო განსაკუთრებული სიამოვნებას გვრიდა. როდესაც უკანასკნელად მორწყვა ყვავილი და სარქველი უნდა დაეხურებინა, თვალები წრემლით აევსო. მშვიდობით უთხრა ყვავილს, მაგრამ ყვავილმა ხმა არ გასცა. მშვიდობით გაუმეორა პატარა უფლისწულმა. ყვავილმა დაახოლა, მაგრამ ეს გაციების ბრალი არ იყო. სულელი ვიყავი, თქვა ყვავილმა ბოლოს. მომიტოვე და ეცადე ბედნიერება ჰპოვა. პატარა უფლისწული გააოცა იმან, რომ ეს ყვავილს საყდური არ უთქვამს. იგი ადგილზე გაქვავდა, შეცმუნებული და დაბნეული. ვერ გაიგო ამ უჩვეულო სინაზის მიზეზი. დიახ, მიყვარხარ, განაგრძო ყვავილმა. ჩემი ბრალია, რომ ეს არ იცოდი, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენც ჩემსავით სულელი იყავი, გისურვებ ბედნიერებას. ეს მინის სარქველი კი გადააგდე, ახლა იგი აღარ მჭირდება. კი, მაგრამ ქარი. მე ისე გაცილებული ვარ, ხამის სიკვდილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ. მაგრამ ნადირებმა რომ თუ პეპლების გაცნობა გსურს, 2 ან 3 მოხუხო სატანაც უნდა შესძლო. პეპლები ალბათ ძალიან ლამაზები არიან, მათ გარდა სხვა ვინ რა მომაკითხავს. შენ ხომ შორს იქნები.
ეცხა მოქს ბრჭყალები და მან თავისი 4 ეკალი დაანახა პატარა უფლისწულს. ნუ გააყოვნებ დასძინა მან, ეს აუტანელია. რა კი წასვლა გადაწყვიტე, წადი. მას არ უნდოდა რომ პატარა უფლისწულს მისი ცრემლები დაენახა. იგი ძალიან ამაყი ყვავილი იყო. პატარა უფლისწულის პლანეტის ახლო მეზობლები იყვნენ ასტეროიდები. 325, 326, 327, 328, 329 და 330. მან გადაწყვიტა უწინარეს ყოველზე ეს პლანეტები დაეთვალიერებინა, რომ უქმად არ ყოფილიყო და ცოდნად შეეძინა. პირველ ასტეროიდზე ერთი მეფე ცხოვრობდა. მას ძოწეული და ყარყუმის ბეწვი ემოსა და ძალიან უბრალო, მაგრამ ძალიან დიდებულ ტახტზე იჯდა. აი ჩემი ქვეშემდომიც წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწულის დანახვისთანავე. ნეტა მე მგონი ვარ, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. იგი ხომ პირველად მხედავს. მან არ იცოდა, რომ მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას. მათთვის ყველა ადამიანი ქვეშემდომია. მომიახლოვდი, რომ უფრო კარგად დაგინახო, ბრძანა მეფემ, რომელიც უზომოდ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშემდომი მაინც ჩაიგდო ხელში. პატარა უფლისწულმა თვალი მოავალო იქაურობას. იქნებ სარდმე ჩამოუჯდეო, მაგრამ ყარყუმის მშვენიერი მოსასხამი მთელ პლანეტას ფარავდა. იგი ისევ იდგა ფეხზე, მერე კი დაქანცულმა უცებ დაამტკნარა. ეტიკეტის თანახმად, არავის აქვს უფლება მეფის წინაშე დაამტკნაროს, თქვა მეფემ. გიგრძელო ამტკნარებას. თავი ვერ შევეკავე, მიუგო დარწმუნებულმა პატარა უფლისწულმა. დიდი ხანია გზაში ვარ და არ მიწინია. რა კი ეგრეა, თქვა მეფემ, გიბრძანებ დაამტკნარო. დიდი ხანია არავის მტკნარება არ მინახავს. საინტერესო სანახაობაა. აბა დაამტკნარე, ასეთია ჩემი ბრძანება. მერიდება, არ შემიძლია, ამოუღვაღა პატარა უფლისწულმა და გაძითლდა. რა კი ეგრეა, გიბრძანებ, ხან ამტკნარო, ხან კიდევ მეფემ რაღაც წაიბრუნდა და თითქოს გაბრაზდა კიდეც. მეფისთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ უყურებლად დამორჩილებოდნენ მის ბრძანებას. იგი ვერ იტანდა ურჩობას. იგი აბსოლუტური მონარქი იყო, მაგრამ ვინაიდან კეთილი მეფე იყო, გონივრულ ბრძანებებს იძლეოდა. თუ ჩემს გენერალს უბრძანე, თოლიად იქცეს და მან ბრძანება ვერ შეასრულა, ეს ჩემი ბრალი იქნება და არა მისი, ამბობდა იგი. შეიძლება დავჯდე, გაუბედავად შეეკითხა პატარა უფლისწული. გიბრძანებ დაჯდე, მიუგო მეფემ და ზვიადად აიკრიფა ყარყუმის მოსასხამის კალთა. პატარა უფლისწული გაოცებული იყო. პლანეტა ასე პატარაა და ვისემ ბრძანებლობს ეს სახელმწიფო. თქვენ უდიდებულესობა, ნება მიბოძეთ ერთი რამ მკითხოთ. გიბრძანებ მკითხო, სწრაფად მიუგო მეფემ. თქვენ უდიდებულესობა, ვისემ ბრძანებლობთ? ყველაფერზე უბრალოდ მიუგო მეფემ. ყველაფერზე? მეფემ თავის პლანეტაზე, მეზობელ პლანეტებზე და ვარსკვლავებზე მიუთითა. ნუ თუ ეს ყველაფერი თქვენი საბრძანებელია? კითხა პატარა უფლისწულმა. ყველაფერი, მიუგო მეფემ. იგი ხომ არა მარტო აბსოლუტური მონარქია, არამედ მსოფლიო მონარქიც იყო. ვარსკვლავებიც თქვენ გამორჩილებათ? რა თქმა უნდა, მიუგო მეფემ. ისინი დაუყოვნებლივ ასრულებენ ჩემს ნებასურველს, ურჩებას ვერ ვიტან. ასეთმა ძალაუფლებამ აღტაცებაში მოიყვანა პატარა უფლისწული. მას რომ ამდენი ძალა ჰქონოდა მზის ჩასვლას 54-ჯერ კი არ იხილავდა, არამედ 74-ჯერ. არ ჯერდა ორასჯერაც კი, ისე რომ ერთხელაც არ გადაადგილებდა სკამს. თავის მიტოვებული პლანეტის მოგონებაზე პატარა უფლისწულს სევდა შემოაწვა და ამან გააბედვინა, რომ ეთხოვა. მინდოდა მზის ჩასვლა მენახა. ნოიღეთ მოწყალება, უბრძანეთ მზეს, რომ ჩავიდეს. მე რომ გენერალს უბრძანო ყვავილიდან ყვავილზე ტებელასავით იფრინე, ტრაგედია დაწერიან, თოლიად იქეცი მეთქი და მან ბრძანება ვერ შეასრულოს, ვინ იქნება დამნაშავე? ის თუ მე? თქვენ, მტკიცედ მიუგო პატარა უფლისწულმა. სრული სიმართლეა დაუდასტურა მეფემ. ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვა, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილობა მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია. კი, მაგრამ მზის ჩასვლა მოაგონა პატარა უფლისწულმა, რომელიც რა კი ერთხელ შეგეკითხებოდეთ რაიმეს, არ დაგეხსნებოდეთ, სანამ პასუხს არ მიიღებდა. მზის ჩასვლასაც იხილავ, ვუბრძანებ, რომ ჩაესუნოს, მაგრამ ხელმწიფის სიბრძნის თანახმად ხელსაყრელ პირობებს დაველოდები. როდის დადგება ეს პირობები? წაიბრუნდა მეფემ და სქელ კალენდარს დაუწყო ბურცვა. დღეს ეს იქნება 7 საათზე და 40 წუთზე. მაშინ არწმუნდები, როგორ სრულდება ჩემი ბრძანება. პატარა უფლისწულმა დაამტკნარა. დასანონი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერ ნახავდა, როცა მოისურვებდა და გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც.
მე აქ საქმე აღარ ამაქვს უთხრამან მეფეს. ისევ უნდა გავუდგე გზას. ნუ წახვალ მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშემდომის მბრძანებელი გახდა. დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ. ვის მინისტრად? მე შენ დაგნიშნავ იუსტიციის მინისტრად. მაგრამ აქ რომ არავინაა გასასამართლებელი, ვინ იცის მიუგო მეფემ. მე ჯერ კიდევ არ შემომივლია ჩემი სამეფო. ძალიან მოვხუცდი ეტლისთვის. ადგილი არ ამოქვს. ფეხით სიარული კი მიჭირს. პატარა უფლისწული წინ გადაიხარა და ისევ მოალო პლანეტის მეორე მხარეს თვალი. მე უკვე დავათვალიერე მთელი პლანეტა წამოიძახა მან. კაცის ჭაჭანება არსადაა. მაშინ საკუთარი თავი გაასამართლა უთხრა მეფემ. ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია ვიდრე სხვების. თუ შეძლებს სწორი მსჯავრი დასდე შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები. საკუთარ თავს მე ყველგან გავასამართლებ მიუგო პატარა უფლისწულმა. ამისთვის აქ დარჩენა არ არის საჭირო. წარმოდგა მეფემ. მგონი ჩემს პლანეტაზე სადღაც ერთი ბებერი ვირთხა ცხოვრობს. ხამხამობით მესმის ხოლმე მისი ფხაკუნი. შეგიძლია ის გაასამართლო. დროდადრო დრო სიკვდილს მიურჯი. ისიც სიცოცხლე შენს მართლმეჯულებაზე იქნება დამოკიდებული. მერე კი ყოველთვის შევიწყნარებ. ვირთხას უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან მის გარდა არავინ აკყავს. არ მიყვარს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, თქვა პატარა უფლისწულმა. იჯობს გზას გავუდგე. ნუ წახვალ, უთხრა მეფემ. პატარა უფლისწული უკვე მზად იყო წასასვლელად, მაგრამ არ უნდა დაეწყენინებინა მეფისათვის. თუ თქვენს უდიდებულესობას ნებავს, რომ მისი ბრძანება უსიტყვოდ სრულდებოდეს, თქვა მან, გონივრული ბრძანება უნდა გასცეს. მაგალითად, თქვენ შეგეძლოთ გებრძანებინათ ჩემთვის, დაუყოვნებლივ გავდგომოდი გზას. გონია ახლა ამისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია. მეფემ არაფერი უპასუხა. პატარა უფლისწულმა ერთხანს უცადა, მერე კი ამოიოხრა და გზას გაუდგა. ჩემს ელჩად გნიშნავ, სწრაფად მიეძახა მას მეფემ. ბრძანებლის მედიდური იერით. უცნაური ხალხია დიდები, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და გზა განაგრძო. მეორე პლანეტაზე ერთი პატიმოყვარე კაცი ცხოვრობდა. აი ჩემი თაყვანისმცემელიც წამოიძახა მან, როგორც კი თვალი მოჰკრა პატარა უფლისწულს. პატიმოყვარე კაცის თვალში ხომ ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია. გამარჯობა მიესალმა მას პატარა უფლისწული, რასაცილო ქუდი გახურავთ. ამ ქუდით მესალმს ვიძლევი მიუგო პატიმოყვარემ. როცა აღფრთოვანებით მესალმობიან, ხუთს ვიხდი ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ აქ არავინ მოდის. მართლა შეეკითხა პატარა უფლისწული, თუმცა ვერაფერს მიხვდა. აბა ტაში შემოკარი, უთხრა პატიმოყვარემ. პატარა უფლისწულმა ტაში შემოღრა. პატიმოყვარემ ქუდი მოიხადა და მოწიწებით დაუკრა თავი. აქ უფრო გაერთობა კაცი, ვიდრე მეფესთან, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შემოკრა ტაში. პატიმოყვარემ კვლავ მოიხადა ქუდი და დაუკრა თავი. ასე გაგრძელდა 5 წუთი. ბოლოს პატარა უფლისწული დაიღალა ამ ერთფეროვანი თამაშით. რა უნდა ქნას კაცმა, რომ ეს ქუდი დაგივარდეს? შეეკითხა პატარა უფლისწული. მაგრამ პატიმოყვარეს არ გაუგონია მისი ნათქვამი. პატიმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით. ხომ ნამდვილად მცემ თაყვანს? შეეკითხა იგი პატარა უფლისწულს. რა არის თაყვანისცემა? თაყვანისცემა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე მე ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოხდენილი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი კაცი ვარ. მაგრამ შენ ხომ მარტო ხარ ამ პლანეტაზე. მამე და მეც თაყვანი. თაყვანს გცემ, უთხრა პატარა უფლისწულმა და ოდნავ აიჩიჩა მხრები. მაგრამ რა გინდა ეს თაყვანისცემა? იგი სწრაფად გაეცალა იქაურობას. დიდები მართლაც უცნაური ხალხია, გაიფიქრა მან და გზა განაგრძო. მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო. რასაკეთება აქ? კითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარე დიჯდა და წინა ურაცხადი და ცარიელის და სავსე ბოთლი ელაკა. სვამ, პირქუშად მიუგო ლოთმა. რატომ სვამ? რომ დავივიწყო. რა უნდა დაივიწყო? ისე შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალებოდა იგი. დავივიწყო, რომ რცხვენია, გაანტო ლოთმა და თავი ჩაქინდრა. რისი რცხვენია? შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა, რომ დახმარებოდა მას. რცხვენია, რომ სვამ, დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა. პატარა უფლისწული დაიბნა. დიდები მართლაც უცნაური ხალხია, გაიფიქრა მან და განაგრძო გზა. მეოთხე პლანეტა საქმესას ეკუთვნოდა. იგი ისე იყო ჩაფლული საქმეში, რომ არც კი აუღია თავი პატარა უფლისწულის გამოჩენაზე. გამარჯობა მიესალმა მას პატარა უფლისწული. სიგარეტი ჩაქრობიათ. 3-ს მივუმატოთ 2 იქნება 5. 5 და 7 12. 12 და 3 15. გაგიმარჯოს. 15 და 7 22. 22 და 6 28. იმის დროც არ მაქვს, რომ სიგარეტს მოვუკიდო. 26 და 5 31.
სულ იქნება 501.622.721. რა 500 მილიონი შეეკითხა პატარა უფლისწული. შენ ისევ აქ ხარ, 500 მილიონი, არც კი ვიცი რა. იმდენი საქმე მაქვს, მას სერიოზული კაცი ვარ, სალაყბო დარმცალია. ვარს მივუმატოთ 5, იქნება 7. რა 500 მილიონი გაუმეორა პატარა უფლისწულმა. იგი ხომ ვერ დამშვიდდებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. საქმოსანმა თავი ესწია. 54 წელია, რაც ამ პლანეტაზე ცხოვრობდა ამ ხნის განმავლობაში. მხოლოდ 3-ჯერ შემიშალეს ხელი. პირველად 62 წლის წინათ. ერთმანეთი საიდან გაჩნდა მაისის ხოჭა და ისეთი საშინელი ბზუვილი ატეხა, რომ 4 შეცდომა მომივიდა ანგარიშში. მეორად ეს იყო 12 წლის წინათ. ნაკრესის ქარმა დამრია ხელი, ალბათ იმიტომ, რომ არ ვაჯიშობ. საყიელო დარმცალია. მე საქმის კაცი ვარ. მესამედ კი აი. სად შევჩერდი 501 მილიონ, რა იქნება 500 მილიონი? საქმოსანი მიხვდა, რომ ასე ადვილად ვერ დაიხსნინა თავს. 500 მილიონი, აი ის პატარა რაღაცაები ხანდახან მოჩანენ ცაზე. ბუზები? არა, პაწაწინები რომ სიმსიმებენ. ფუტკრები? არა, სულ პაწაწკინტელები რომ არიან, ოქროსფერები. უქნარებს რომ ამაო ოცნებებს აღუძრავს ხოლმე, მაგრამ მე ოცნებისთვის არ მცალია, მე საქმის კაცი ვარ. ვარსკვლავები? ხო, ვარსკვლავები. მერე რა დგინდა 500 მილიონი ვარსკვლავი? 501.622.731. მე საქმის კაცი ვარ და სიზუსტე მიყვარს. კი, მაგრამ რა დგინდა ამდენი ვარსკვლავი? რად? ხო. აღარაფრად, მე მათი მფლობელი ვარ. ვარსკვლავების მფლობელი? დიახ, მაგრამ უკვე ვნახე ერთი მეფე, რომელიც მეფეები არაფერს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ მეფობენ. ეს სრულიად სხვადასხვა რამაა. მერე რა დგინდა ვარსკვლავები? მათ სიმდიდრე მოაქვს ჩემთვის. სიმდიდრე რაღა დგინდა? სხვა ვარსკვლავების საყიდლად, თუ ისინი ვინმემ აღმოაჩინა. ესეც თითქმის ისე მსჯელობს, როგორც ის ლოთიკა იფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შეეკითხა. როგორ შეიძლება გახდეს კაცი ვარსკვლავების მფლობელი? ვის ეკუთვნიან ვარსკვლავები წამოიღრინა ოცბად საქმოსანმა? არ ვიცი, არავის. მე შესაბამისად ისინი მე მეკუთვნიან, რადგან პირველად მე მოვიფიქრე მათი მფლობელობა. და ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, თუ შენ ალმასს იპოვი, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ აღმოაჩენ კუნძულს, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ სხვაზე ადრე მოიფიქრე რაიმე, შენ შეგეძლია პატენტი მოითხოვო. იგი შენი კუთვნილებაა. მე ვარსკვლავების მფლობელი ვარ, რადგან ჩემამდე არავის უფიქრია დაპატრონებოდა მათ. ეს მართალია, თქვა პატარა უფლისწულმა. მერე რა დგინდა ისინი? ისინი ჩემს განკარგულებაში არიან, მიუგო საქმოსანმა. მე მათ ვთვლი და შემდეგ ისევ თავიდან ვთვლი. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მე საქმის კაცი ვარ. პატარა უფლისწული მაინც ვერ დააკმაყოფილა პასუხმა. მე თუ აბრეშუმის წყალსახვევი მაქვს, შემიძლია ყელზე შემოვიხვიო და თან ვატარო. თქვა მან, მე თუ ყვავილი მაქვს, შემიძლია მოვწყვიტო და ისიც თან ვატარო, მაგრამ შენ ხომ არ შეგიძლია მოწყვიტო ვარსკვლავი? არა, მაგრამ მე შემიძლია ბანკში შემინახო იგი. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ქაღალდზე წერ ჩემი ვარსკვლავების რიცხვებს. შემდეგ ამ ქაღალდს უჯრედში ვდებ და გასაღებით ვკეტავ. მეტი არაფერი? ეს სავსებით საკმარისია. კარგი გასართობია, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და საკმაოდ პოეტურიც, მაგრამ არც თუ ისე სერიოზული. სერიოზულობაზე მას თავისი საკუთარი შეხედულობა ჰქონდა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა დიდების შეხედულებისაგან. ჩემს პლანეტაზე, თქვა მან, არის ერთი ყვავილი, რომელსაც ყოველ დილას ვრწყავდა 3 ვულკანი, რომელსაც კვირაში ერთხელ ვასუფთავებ. მათ შორის ჩამქრალ ვულკანსაც. ვინ იცის რა მოხდება? ჩემი მფლობელობა სასარგებლოა ვულკანებისთვის და ყვავილისთვის, მაგრამ შენ არაფერს არ რგებ ვარსკვლავებს. საქმოსანმა პირი გააღო, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა და პატარა უფლისწული გაეცალა მას. დიდები ნამდვილად საოცარი ხალხია, გაიფიქრა მან და განაგზო. მეხუთე პლანეტა ძალიან საინტერესო პლანეტა იყო, მაგრამ იგი ყველაზე პატარა აღმოჩნდა. პლანეტაზე ისე ცოტა ადგილი იყო, რომ მხოლოდ ერთი ფარანი და მეფარნა ეტეოდა. პატარა უფლისწული ვერ მიმხვდარიყო, რა საჭირო იყო ფარანი და მეფარნე სადღაც ცაში მეკარგულ პატარა, მკვეთრიელ პლანეტაზე, სადაც სახლიც კი არ იდგა. იქნებ ამ კაცის ცხოვრება უაზროა, მაგრამ არც ისე უაზრო, როგორც მეფის, პატიმოყვარის და საქმოსანის, გაიფიქრა მან. მის სამუშაოს რაღაც აზრი მაინც აქვს. როცა იგი ფარანს აანდებს, თითქმის ერთი ახალი ვარსკვლავი ან ყვავილი ჩნდება ქვეყნად. ხოლო როდესაც ფარანს აქრობს, თითქოს აძინებს ვარსკვლავს ან ყვავილს. მშვენიერი საქმეა და ნამდვილად სასარგებლოც, რადგან ლამაზია. და მიუახლოვდა თუ არა პლანეტას პატივისცემით მიესალმა მეფარნეს.
გამარჯობა. რატომ ჩააქრე ფარანი? ასია დაწესებული მიუგო მეფარნემ, დილო მშვიდობისა. რა არის დაწესებული? ის რომ ფარანი ჩავაქრ, საღამო მშვიდობისა. და ხილახლა აანთო ფარანი. ხომლურად რატომ აანთე? ასია დაწესებული გაიმეორა მეფარნემ. ვერაფერი გავიგე, თქვა პატარა უფლისწულმა. აქ გაუგებარი არაფერია, უპასუხა მეფარნემ. წესი-წესია, დილო მშვიდობისა და ისევ ჩააქრო ფარანი. შემდეგ წითელ უჯრედებიანი ხელსახოსით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თქვა: ძნელი ხელობა მოქვს. ოდესღაც ამ სამუშაოს აზრი ჰქონდა. დილით ჩავაქრობდი ხოლმე ფარანს, საღამოს კი ისევ ავანთებდი. დანარჩენ დროს ვისვენებდი და ღამით მეძინა. მას შემდეგ წესი შეიცვალა. არა, წესი არ შეცვლილა. და უბედურებაც ეს არის. საქმე ისაა, რომ რაც დრო გადის, პლანეტა უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს, წესი კი უცვლელი რჩება. მერე შეეკითხა პატარა უფლისწულე. მერე და პლანეტის სრულ შემოbrunებას ახლა მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და 1 წუთითაც ვეღარ ვისვენებ. ყოველ წუთს ვანთებ და ვაქრობ ფარანს. საოცარია. მას შენთან დღე მხოლოდ 1 წუთი გრძელდება. საოცარი არაფერია, მიუგო მეფარნემ. ჩვენ უკვე მთელი თვე ვსაუბრობთ. მთელი თვე? დიახ, 30 წუთი, 30 დღე. საღამო მშვიდობისა და კვლავ აანთო ფარანი. პატარა უფლისწული შეყურებდა მეფარნეს და უფრო მოსწონდა ეს კაცი, რომელიც ასე ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. უცებ მოაგონა, როგორ გადაადგამდა ხოლმე თავის პლანეტაზე სკამს, რომ უფრო დიდხანს ეცქინა მზის ჩასვლისათვის და მეგობრის დახმარება განიზრახა. მე ერთ ხერხს გასწავლი და როცა მოისურვებ შეგიძლია დაისვენო, უთხრა მას პატარა უფლისწულმა. მე ეგ მუდამ სურს, თქვა მეფარნემ, რადგან შეიძლება კაცი საქმის ერთგულიც იყოს და თან ზარმაციც. პატარა უფლისწულმა განაგრძო. შენი პლანეტა იმდენად პატარაა, რომ შეგიძლია 3 ნაბიჯით შემოუვარო. ოღონ ისე უნდა იარო, რომ მზე მუდამ დაყურებდეს. დასვენება რომ მოგინდება იარე, რაც დღეს იმნახანს გაგრძელდება, რამდენსაც მოისურვებ. ეგ მე ბევრს ვერაფერს მიშველის, თქვა მეფარნემ, ხომძილი ყველაფერს მირჩევნია. მას ცუდად ყოფილა შენი საქმე, თენაგრძნობით უთხრა მას პატარა უფლისწულმა. დიახ, ცუდადაა, დაუდასტურა მეფარნემ, დილო მშვიდობისა და ჩააქრო თავისი ფარანი. ამ კაცს ფიქრობდა გზაში პატარა უფლისწული, ალბათ მეფეც აბუჩა დაიგდებდა, პატივმოყვარეც, ლოცი და საქმოსანიც. ჩემი აზრით კი მათ შორის მხოლოდ ეგ არ არის სასაცილო. ალბათ მარტო თავის თავზე რომ არ სრუნავს, იმიტომ. პატარა უფლისწულმა ღრმა დამოიოხრა. აი ერთადერთი კაცი, რომელსაც მან თავუმეგობდებოდი, გაიფიქრა მან, მაგრამ მისი პლანეტა მართლა ძალიან პატარაა ორი კაცისთვის. პატარა უფლისწულს თავისი თავისთვისაც ვერ გაემხილა, რომ ამ პლანეტასთან გამოთხოვება, იმიტომ დასწყვეტებული, რომ დღე-ღამეში აქ 1440 ჯერ შეეძლო ენახა მზის ჩასვლა. მეექვსე პლანეტა წინანდელთან შედარებით 10 ჯერ უფრო დიდი იყო. ამ პლანეტაზე ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა, რომელიც სულაბად წიგნებს წერდა. აი მოგზაურიც წამოიძახა მან, როგორც კი პატარა უფლისწულს მოჰკრა თვალი. პატარა უფლისწული მაგიდაზე ჩამოჯდა, რომ სული მოეთქვა. ახლა მამდენი იმოგზაურა. სადაური ხარ? კითხა მოხუცმა. რა წერია ამ დიდ წიგნებში? კითხვა თუ უპასუხა პატარა უფლისწულმა. რასაკეთებთ? მე გეოგრაფი ვარ, მიუგო მოხუცმა. რა არის გეოგრაფი? გეოგრაფის სწავლულია, რომელმაც იცის სად მდებარეობს ესა თუ ის ზღვა, მდინარე, ქალაქი და უდაბნო. ძალიან საინტერესოა, თქვა პატარა უფლისწულმა. როგორც იქნა დავინახე ადამიანი, რომელსაც ნამდვილად აქვს საქმე. და მან თვალი მოავალო გეოგრაფის პლანეტას. ასეთი დიდებული პლანეტა ჯერ არ ენახა. რა ლამაზია, ოკეანეები თუ არის თქვენს პლანეტაზე? ვერ გეტყვი, თქვა გეოგრაფმა. პატარა უფლისწული არ მელოდა ასეთ პასუხს. არც მთები? ვერც მაგაზე გიპასუხებ. ქალაქები, მდინარეები ან უდაბნოები? ვერც მაგაზე გეტყვი რამეს. რაც არ ვიცი, მიუგო გეოგრაფმა. მაგრამ თქვენ ხომ გეოგრაფი ხართ? დიახ, მიუგო გეოგრაფმა. გეოგრაფი და არა მოგზაური. მე ერთი მოგზაურიც არ ამყავს ჩემს პლანეტაზე. გეოგრაფის საქმე არ არის ქალაქების, მდინარეების, მთების, ზღვების, ოკეანეებისა და უდაბნოების დათვალიერება. გეოგრაფი ვერ იხედიალებს. იგი თავის აწერ მაგიდასთან უნდა იჯდეს, სამაგიეროდ იგი მოგზაურობს იღებს, შეკითხვებს აძლევს მათ და იწერს თითოეულის ნაამბობს. თუ რომელიმე მათგანის ნაამბობი დააინტერესებს, ამოწმებს, წესიერი კაცია თუ არა მოგზაური. რატომ? იმიტომ რომ თუ მოგზაურმა ტყუილი თქვა, გეოგრაფიის წიგნში ყველაფერი აირევა. ასევე უნდა შემოწმოს მოგზაურის ნაამბობიც, რომელიც ღვინოს ეტანება. რატომ? იკითხა უფლისწულმა. იმიტომ რომ თვრალ კაცს ყველაფერი ორად ეჩვენება და გეოგრაფი, რომელიც მას დაუჯერებს, ერთის მაგიერ ორს ჩაწერს.
მერდგაც ვიცნობ, თქვა პატარა უფლისწულმა. იგი ალბათ ძალიან ცუდი მოგზაური იქნებოდა. შეიძლება. ამრიგად თუ მოგზაური წესიერი კაცი ჩანს, მის აღმოჩენას ამოწმებენ. მიდიან და ნახულობენ? არა, ეს ძალიან გაართულებდა საქმეს. უბრალოდ მოგზაურს დამამტკიცებელს აფუძს დგავენ. მაგალითად, თუ მან დიდი მთა აღმოაჩინა, ამის დასამტკიცებლად იმ მთიდან ქვები უნდა მოიტანოს. გეოგრაფი უცებ გამოცოცხლდა. შენც ხომ შორეული ქვეყნიდან ჩამოხვედი და შესაბამისად შენც მოგზაური ხარ. აღმიწერე შენი პლანეტა. გეოგრაფმა თავისი დავთარი გადაშალა და ფანქრის წვერი წაუმახა. მოგზაურის ნაამბობს ჯერ ფანქრით იწერენ ხოლმე. მერე კი, როცა მოგზაური სათანადო დამამტკიცებელ საბუთებს წარმოადგენს, ნევნით გადაიწერენ. აბა გისმენ, თქვა გეოგრაფმა. ჩემი პლანეტა არც ისე საინტერესოა, თქვა პატარა უფლისწულმა. იგი სულ პატარაა. იქ 3 ვულკანია, 2 მოქმედი, ერთი კი ჩამქრალი, თუმცა ვინ იცის? დიახ, ვინ იცის რა მოხდება, კვარი დაუკრა გეოგრაფმა. ერთი ყვავილიც მაქვს. ჩვენ ყვავილებს არ აღვნიშნოთ, თქვა გეოგრაფმა. რატომ? იგი ყველაზე ლამაზია ჩემს პლანეტაზე, იმიტომ რომ ყვავილი ეფემერულია. რა არის ეფემერული? გეოგრაფიის წიგნები ყველაზე ძვირფასი წიგნებია და არასდროს ძველდება. მთა ძალიან იშვიათად იცვლის ადგილს და ოკეანე ძალიან იშვიათად შრება. ჩვენ მხოლოდ მარადილს აგნებს ავწერთ, მაგრამ ჩამქრალმა ვულკანმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაიღვიძოს, შეაწყვეტინა პატარა უფლისწულმა. რა არის ეფემერული? ჩამქრალი ვულკანი თუ მოქმედი, ამით ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თქვა გეოგრაფმა. ჩვენთვის მთავარი მთაა, იგი არ იცვლება. კი, მაგრამ რა არის ეფემერული? ისევ გამომავრა პატარა უფლისწულმა, რადგან ვერ მოისვენებდა, სანამ კითხვაზე პასუხს არ მიიღებდა. ეფემერული არის ის, რასაც დიდი ხნის სიცოცხლე არ უწევია. მას ჩემს ყვავილს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწევია? რა თქმა უნდა. ჩემი ყვავილი ეფემერულია, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. მას მხოლოდ 4 ეკალი აქვს თავის დასაცავად. და კი მარტოდ მივაწყობა იგი ჩემს პლანეტაზე. და მერ პირველად ინანა, რომ მიატოვა ყვავილი, მაგრამ მერე ისევ მოიკრიბა მხნეობა. რომელი ქვეყნის ნახვას მისჩევდით? კითხა მან გეოგრაფს. დედამიწის, მიუგო გეოგრაფმა. მას კარგი რეპუტაცია აქვს. და პატარა უფლისწული გაუდგა გზას, მაგრამ ფიქრებით თავის ყვავილთან იყო. მეშვიდე პლანეტა, რომელსაც იგი ეწვია, დედამიწა იყო. დედამიწა უბრალო პლანეტა არ გეგონოთ. ამ პლანეტაზე 111 მეფეა. მათ შორის, რა თქმა უნდა, ზანგი მეფეებიც, 7,000 გეოგრაფი, 900,000 საქმოსანი, 7,500,000 ლოთი და 311 მილიონი პატივმოყვარე, ესე იგი, სულ დაახლოებით 2 მილიარდამდე ადამიანი. დედამიწის სიდიდე რომ უფრო კარგად წარმოედგინოთ, საკმარისია იცოდეთ, რომ სანამ ელექტრონს აღმოაჩენდნენ, 6-ვე კონტინენტზე მეფარნეთა მთელი არმია ჰყავდათ, რომელიც 462,511 კაცისგან შედგებოდა. შორიდან ეს დიდებული სანახაობა იყო. ამ არმიის მოძრაობა საბალეტო დასებით იყო აწყობილი. პირველად სცენაზე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები გამოდიოდნენ. აათებდნენ თავიანთ ფარნებს და დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ რიგრიგობით გამოდიოდნენ ჩინეთისა და ციმბირის მეფარნეები. ჩამოუვლიდნენ წრეს და კულისებში გაიკრიფებოდნენ. მათ შემდეგ დგებოდა რუსეთის და ინდოეთის მეფარნეთა რიგი. ამათ მოჰყვებოდა აფრიკისა და ევროპის. შემდეგ სამხრეთ ამერიკის, მერე კი ჩრდილოეთ ამერიკის მეფარნეები და არც ერთს არ ეშლებოდა სცენაზე გამოსვლის რიგი. მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო. მხოლოდ 2 მათგანი იყო არხეინად. ის, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსის ერთადერთი ფარანი უნდა აერთო და მისი სამხრეთ პოლუსელი თანამოძმე. მათ მხოლოდ 2-ჯერ უნდა შეესრულებინათ წელიწადში თავისი მოვალეობა. როცა მოსრებული სიტყვა გინდა თქვა, ზოგჯერ უნებურად ტყუილიც უნდა მოიშველდიო. აი ახლაც მეფარნეებზე რომ გიამბობდით, ცოტათი გადავაჭერბე კიდეც და ვინც საკმაოდ არ იცნობს ჩვენს პლანეტას. შეიძლება მცდარი წარმოდგენაც კი შეექმნოს მასზე. ადამიანებს არც ისე დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე. დედამიწის 2 მილიარდი მკვიდრი რომ ერთად შეგროვილიყო, ისე როგორც ეს მიტინგებზე ხდება ხოლმე, თავისუფლად დაეტოვებოდა მოედანს, რომელსაც 20 მილის სიგრძე სიგანე ექნებოდა. ამრიგად შესაძლებელი გახდებოდა მთელი კაცობრიობა წყნარი ოკეანის ერთ ყველაზე პატარა კუნძულზე მოგვეთავსებინა. დიდები ამას რა თქმა უნდა არ დაგვიჯერებენ. მათ გონიათ, რომ ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე, მათ თავიანთი ბაობაბებით ბუმბერაზი ჰქონიათ. კარგი იქნებოდა თუ ურჩევდით, ზუსტად გამოიანგარიშებინათ ყველაფერი. ეს რჩევა ეამებოდათ კიდეც. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თქვენ კი ამაოდ ნუ დაკარგავთ დროს.
თქვენ ანგარიში არ გჭირდებათ, ისედაც გჯერათ ჩემი. დედამიწაზე რომ დადგა ფეხი, პატარა უფლისწული ძალიან გაუკვირდა, რომ ვერავინ დაინახა. ხოთო სხვა პლანეტაზე მოვხვდი, გავულვა ფიქმა, მაგრამ ამ დროს სილაში რაღაც დაგვარგვილი შეიხა, რომელსაც მთვარის ცხილის ფერი დაჰკრავდა. საღამო მშვიდობისა გაეხმიანა მას პატარა უფლისწული ყოველი შემთხვევისთვის. საღამო მშვიდობისა მიუგო გველმა. რომელ პლანეტაზე ჩამოვედი, იკითხა პატარა უფლისწულმა. დედამიწაზე, მიუგო გველმა. აფრიკაში. დედამიწაზე ადამიანი არ ცხოვრობს. ეს უდაბნოა, უდაბნოში კი არავინ ცხოვრობს. დედამიწა დიდია, უთხრა გველმა. პატარა უფლისწული ქვაზე ჩამოჯდა და სიცოცხლეს მიაპყრო თვალი. რატომ კი აფობენ ვარსკვლავობით, შეელაპარაკა მან. ალბათ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, ყველამ უნდა იპოვოს თავისი ვარსკვლავი. შეხედე, აი ჩემი პლანეტა. იგი სწორედ ჩვენს ზემოთაა, მაგრამ რა შორსაა აქედან? ლამაზი პლანეტაა, თქვა გველმა. რა მოგიყვანა აქ? ყვავილზამანდურე. და ორივენი დადუმდნენ. ადამიანები სად არიან, ისევ იკითხა პატარა უფლისწულმა. უდაბნოში ცოტა არ იყოს მარტოობაა. ადამიანთა შორისაც მარტოობაა, მიუგო გველმა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა გველს. უცნაური არსება ხარ, უთხრა მან ბოლოს, თითივით წვრილი. ზამოგიერად მე მეფის თითებზე მეტი ძალა მაქვს, მიუგო გველმა. პატარა უფლისწულს გაეღიმა. არსისაღონიერი ჩანხარ, ფეხებიც კი არა გვაქვს. მოგზაურობასაც კი ვერ შეძლევდი. მე შემიძლია ყოველ ხომალდზე უფრო შორს წაგიყვანო, უთხრა გველმა და ოქროს სამაჯურივით შემოეჭდა კოჭზე. ყველა სულგმუნს, რომელსაც კი შევეხები, მიწას ვუბრუნებ, რადგან ყველა მიწის შვილია, თქვა მან. მაგრამ შენ წმინდა ხარ და ვარსკვლავიდან მოფრენილი. პატარა უფლისწულმა არაფერი უპასუხა. მებრალები, განაგრძო გველმა. მეტისმეტად უმწაო ხარ ამ დედამიწაზე, რომელიც გრანიტისგან არის შექმნილი. თუმცა ძალიან ინანებ, რომ მიატოვე შენი პლანეტა. მე შემიძლია დაგეხმარო. მე შემიძლია. მივხვდი რისით ქმართ გსურს, უთხრა პატარა უფლისწულმა, მაგრამ უნდა მიგავებით, რატომ ვლაპარაკობ? მე ყველა სიგავის ამხსნელი ვარ, თქვა გველმა. და ორივენი დადუმდნენ. პატარა უფლისწულმა მთელი უდაბნო გადასერა და მხოლოდ ერთადერთ ყვავილს წააწყდა. სამფურცელო, პატარა ყვავილს. გამარჯობა, უთხრა პატარა უფლისწულმა. გაგიმარჯოს, მიუგო ყვავილმა. ადამიანები სად არიან, თავაზიანად შეეკითხა პატარა უფლისწული. ყვავილს მხოლოდ ერთხელ ენახა ქარავანი, რომელმაც შორი ახლოს ჩაუარა. ადამიანები, ფიქრობ 6 თუ 7 ადამიანი არსებობს მხოლოდ. მე ისინი აქ რამდენიმე წლის წინა დავინახე, მაგრამ არავინ იცის მათი ასავალ-დასავალი. ალბათ ქარი თუ ერეკება სადმე, მათ ხომ ფესვები არა აქვთ. უფასოდ კი ძალიან ძნელია ცხოვრება. მშვიდობით, უთხრა პატარა უფლისწულმა. მშვიდობით, მიუგო ყვავილმა. შემდეგ პატარა უფლისწული ერთ მაღალ მთაზე ავიდა. მანამდე მას არასოდეს ენახა მთები. თავისი 3 ვულკანის გარდა, რომლებიც მხოლოდ მუხლამდე სწვდებოდა, ჩამქრალ ვულკანს კი სკამად ხმარობდა ხოლმე. ასეთი მაღალი მთიდან გაიფიქრა მან. თვალის ერთი გადავლებით დავინახავ მთელ პლანეტას და ყველა ადამიანს, მაგრამ წაწვეტილი კლდეების გარდა ვერაფერი დაინახა. გამარჯობა, წარმოთქვა მან ყოველი შემთხვევისთვის. გამარჯობა, გამოეხმაურა ექო. ვიხართ, იკითხა პატარა უფლისწულმა. ვინახართ, გაიმეორა ექომ. იმეგობრეთ, მარტო ვარ ქვეყნად, თქვა პატარა უფლისწულმა. მარტო ვარ ქვეყნად, კვლავ გაიმეორა ექომ. რა უცნაური პლანეტაა, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. ცუდად გამოფიტული, წვეტიანი კლდეებით დაფარული და დაშაშული. მის ბინადართ არაფრის მოფიქრების უნარი არ შესწავდა, მხოლოდ იმას იმეორებენ, რასაც ვინმე ეტყვით. ჩემი ყვავილი კი მუდამ თვითონ წამოიწყებდა საუბარს. ბოლოს ქვიშობზე, კლდეღრასა და თოვლში დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ პატარა უფლისწული გზას წააწყდა. გზა კი მუდამ ადამიანის სადგომისკენ მიემართება. გამარჯობა, თქვა პატარა უფლისწულმა. იგი ვარდებით მოფენილ ბაღს მისდგომოდა. გაგიმარჯოს, მიუგეს ვარდებმა. პატარა უფლისწული დააცქერდა მათ და შენიშნა, რომ ყველა ყვავილი მის ყვავილს გავდა. ვინახართ, შეეკითხა მათ გაუგნებული პატარა უფლისწული. ჩვენ ვარდები ვართ, მიუგეს ვარდებმა. საკვირველია, აღმოხდა პატარა უფლისწულს. და საშინელი სევდა შემოაწვა გულზე. მისი ყვავილი სულ იმას ეუბნებოდა, ჩემი მსგავსი არსად მოიძებნება მთელს ქვეყანაზეო. აქ მხოლოდ ერთ ბაღში 5000 მსგავსი ყვავილი ხარობდა. ეს რომ ეს ვარდები დაენახა, ძალიან განაწყენდებოდა, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. საშინელ ხოლოს ატეხდა, ოღონდ კი სასაცილო არ გამხდარიყო და მომაკვდავად მომაჩვენებდა თავს. მე კი იძულებული ვიქნებოდი ისე დამეჭირა თავი თითქოს სიკვდილისგან ვიხსენი, თორემ ჯიბრით მართლა მოკვდებოდა,
რომ მე შევერცხვინე, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. მე მეგონა რომ უმდიდრესი ადამიანი ვიყავი რა კი ისეთი ყვავილი მქონდა რომლის მაგვარი მეორე არ მოიძებნებოდა ქვეყნად მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ვარდის პატრონი ვყოფილვარ ჩვეულებრივი ვარდის და 3 ვულკანის რომლებიც მხოლოდ მუხლამდე მწვდებიან და რომელთგან ერთი იქნებ სამუდამოდ ჩამქრალი ამ სამფლობელოს პატრონს დიდი უფლისწული არ ეთქმის იგი მოლზე დაემხო და ატირდა ამ დროს მელია გამოჩნდა გამარჯობა მიესალმა მელია პატარა უფლისწულს გაგიმარჯოს თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მე აქა ვარ, გაისმა ხმა ვაშლის ხის ძირას. ვინ ახარ შეეკითხა პატარა უფლისწულმა. სანდომიანი იარი გაქვს. მე მელია ვარ, მიუგო მელიამ. მოდი, მეთამაშე, შესთავაზა პატარა უფლისწულმა. ძალიან უბედური ვარ. შენთან თამაში არ შემიძლია, მიუგო მელიამ. მე მოუშინაურებელი მელია ვარ. მომიტევე, უთხრა პატარა უფლისწულმა. და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დაძინა. რა არის მოშინაურება? შენ აქაური არ უნდა იყო, უთხრა მელიამ. რას დაეძება აქ? ადამიანებს დავეძებ, თქვა პატარა უფლისწულმა. რა არის მოშინაურება? ადამიანებს თქვა მელიამ. თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა, მაგრამ მათ ქათმებიც ყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ? არა, მიუგო პატარა უფლისწულმა. მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს მოშინაურება? ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს. მიჩვევას? სწორედ მაგას მიუგო მელიამ. შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ. ისეთივე როგორიცაა 100,000 სხვა პატარა ბიჭი. და სრულებით არ ამჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა 100,000 სხვა მელია. მაგრამ თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისათვის. შენ ერთადერთი იქნები ამ ქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის. გონი მეკითხდი, თქვა პატარა უფლისწულმა. ერთ ყვავილს ვიცნობ. მან მგონი მომიშინაურა. შეიძლება მიუგო მელიამ. რა არ ხდება ამ დედამიწაზე? ო არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, თქვა პატარა უფლისწულმა. მელია ცნობის მოყვარეობა და გაოცება დაეწყო. სხვა პლანეტაზე მოხდა? დიახ. მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე? არა. საინტერესოა. ქათმები? არა. სრულყოფილი არაფერია ქვეყნად ამოიოხრა მელიამ და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას. ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ. ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთს გავს და ყველა ადამიანი ერთმანეთს გავს. ცოტათი მომწყინა, მაგრამ შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკრომდება. შენი ნაბიჯის ხმა ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სწოროდან გამომიყვანს. ხედავ იქ პურის ყანები რომ ბიბინებს, მე პურს არ ავჭამ. არც ხორბალი მჭირდება. პურის ყანა არაფერს არ მაგონებს და ეს გულს მწყვეტს, მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გვაქვს. რა კარგი იქნება რომ მომიშინაურებდე. მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენსაც მომაგონებს და მეყვარება ყანის შიალი ქარში. მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა. მომიშინაურე, შეევედრა იგი უფლისწულს. სიამოვნებით მოგიშინაურებდი, მიუგო პატარა უფლისწულმა, მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო. მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, თქვა მელიამ. ახლა ადამიანებს დრო არ აჰყობთ რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე. როგორ უნდა მოგიშინაურო? კითხა პატარა უფლისწულმა. ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, მიუგო მელიამ. ჯერ შორი ახლოს დაჯდები მოლზე. აი ესე. მე მალულად დაგიწყებ ცქერებს. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები. მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან. უკეთესი იქნება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, უთხრა მელიამ. მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუა დღეს 4 საათზე მოხვალ, 3 საათზე უკვე ვიგრძნო ბედნიერებას და რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. 4 საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემეპყრობს და შევიცნო ბედნიერების ფასს. მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება, როდესთვის მომამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო. რიტუალი რა არის? შეეკითხა პატარა უფლისწული. ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, მიუგო მელიამ. რიტუალი
განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისგან, ერთ საათს დანარჩენი საათებისგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს ასეთი რიტუალი აქვს. ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ისაკვამენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი. ამ დღეს ზურაბამდეც კი შემიძლია გავისეინო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყოველ დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასოდეს მოვიყვამდი სულს. ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია, მაგრამ დადგა განშორების დღე. ოჰ, ამოიოხრა მელია, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ. შენი ბრალია, უთხრა პატარა უფლისწულმა. მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე. მართალია, თქვა მელიამ. ახლა კი უნდა იტირო. მართალია, მე და რა მოიგე? დიახაც მოვიგე, მიუგო მელიამ. მოიგონე რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასინა. ზადი. ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია. ქვეყნად გამოსამშვიდობებლად რომ მოგუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხილ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება. პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა. თქვენ სრულებით არ გავხართ ჩემს ვარდს, უთხრა მათ პატარა უფლისწულმა. თქვენ ჯერ კიდევ არ არანიხართ, თქვენ ჯერ არავის მოაშინაურები ხართ და არც თქვენ მოგიშინაურებია თვინმე. თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა 100,000 სხვა მელიისგან, მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად. ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს. თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, განაგრძო მან. არავინ გასწირებს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ბრწყავდი ყოველ დღე. მას ვახურავდი მინის სარგველს, მას ვაფერებდი თეჯერს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხოებს. მე მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა. ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა ტუნდა ხოლმე, იმიტომ რომ იგი ჩემი ვარდია. და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა. მშვიდობით, უთხრა მან მელიას. მშვიდობით, მიუგო მელია. აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა. მხოლოდ გული ხედავს კარგად. თვალს არ წაუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. თვალს არ წაუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. თავს რომ ევლებოდი, შენს ვარდს, იმიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის. თავს რომ ველებოდი ჩემს ვარდს, გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. ადამიანებმა დაივიწყოს ეს ჭეშმარიტება, თქვა მელიამ, მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე. ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე. გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. გამარჯობა, თქვა პატარა უფლისწულმა. გაგიმარჯოს, მიუგო მეისრემ. რა საკეთება აქვს? შეეკითხა პატარა უფლისწული. გზავრებს ვანაწილებ, მიუგო მეისრემ. 1000 კასად ვაჯგუფებ და ხან მარჯვნივ ვისტუმრებ და ხან მარცხნივ. ამ დროს ისეთი გულხუნით ჩამოიქროლა გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა, რომ მეისრის ჭიხური შეაზანზარა. სადმე ქრიან? იკითხა პატარა უფლისწულმა. რას დაეძებენ? ეს თვითონ მე მანქანამაც არ იცის, მიუგო მეისრემ. ახლა მეორე გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა ჩაიგულხუნა. მეორე მიმართულებით. უკვე გამიბრუნდნენ უკან? იკითხა პატარა უფლისწულმა. ესენი სხვა მგზავრები არიან, მიუგო მეისრემ. არ მოსწონს ის ადგილი, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ? არავის მოსწონს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, მიუგო მეისრემ. ამასობაში მესამე ჩქარმა მატარებელმა ჩამოიქროლა. ესენი პირველი მატარებლის მგზავრებს მისდევენ? იკითხა პატარა უფლისწულმა. არავის არ მისდევენ, მიუგო მეისრემ. მათ ვაგონებში სძინავთ, ან სხედენ, ან ამთქნარებენ. მარტო ბავშვები არ შორდებიან ფანჯრებს და ცხვირი სარკმლის მინაზე აქვთ მიჭყვეტილი. მარტო ბავშვებმა იციან, რასაც დაეძებენ, თქვა პატარა უფლისწულმა. ისინი თავსოვლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის. და თუ ვინმე მათი თოჯინა წაართვა, წარედირიან. ისინი ბედნიერები არიან, თქვა მეისრემ. გამარჯობა, თქვა პატარა უფლისწულმა. გაგიმარჯოს, მიუგო ვაჭარმა. ეს იყო წყურულის მომკვლელი აბებით მოვაჭრე. საკმარისია ერთი ასეთი აბი გადაყლაპოს კაცმა და მთელი კვირა აღარ მოსწყურდება. რა საჭიროა ეს აბები? შეეკითხა მას პატარა უფლისწული. იგი დროის დიდ ეკონომიას იძლევა, მიუგო ვაჭარმა. ექსპერიმენტებმა გამოიანგარიშეს, რომ კვირაში შეიძლება 53 წუთი დაზოგო. მერე რად გინდათ ეს 53 წუთი? რამეში მოიხმარენ?
მე რომ 53 თავისუფალი წუთი მქონოდა, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, ნელა გავისეირნებდი წყაროსაკენ. უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ამ უდაბნოში მერცხი მომივიდა და საწმელი წყალი სწორედ მაშინ გამომელია, როცა პატარა უფლისწული აბაბით მოვაჭრის ამბავს მიყვებოდა. შენი თავგადასავალი მშვენიერია, უთხარი მე პატარა უფლისწულს, მაგრამ ხომ ხედავ, ჯერაც არ შემიკეთებია თვითმფრინავი. სასმელად წყალიც არ მაქვს და მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ნელა გავისეირნო წყაროსაკენ. ჩემო მეგობარმა მელია მითხრა, რომ ჩემო კარგო ბიჭო, რა დროს მელია? რატომ? იმიტომ რომ წყურვილით სიკვდილი გველის. მან ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი და მომიგო. მეგობარი ყოველთვის კარგია, სიკვდილის წუთებშიც კი. ძალიან კმაყოფილი ვარ მელიის მეგობრობით. წარმოდგენაც არა გაქვს მოსალოდნელ საფრთხეზე, გავიფიქრე მე. მას ხომ არასოდეს გამოუცდია შიმშილი და წყურვილი. ისთვის მზის სხივი წყმარა. პატარა უფლისწულმა შემომხედა და ფიქრი გამოწყვეტინა. მეც მწყურია, მითხრა მან, წამოდი, ჭამოვძებნოთ. მე უმედოდ ჩავიქნიე ხელი, რა აზრი ქონდა ოლბეზე ჭისძებნეს, ამ თვალუწვდენელ უდაბნოში, მაგრამ მაინც გავუდექით გზას. დიდხანს ვიარეთ ხმა ამოუღებლად, აღამდა. საზავარს კვლავები აეძნენ. წყურვილი დღანე მიხდილი და გაოგნებული ძლივს გავარჩევდი ვარსკვლავების ციმციმს. პატარა უფლისწულის სიტყვები მაინც მიტრიალებდა თავში. შენ ციცი რა არის წყურვილი, შევეკითხე მე, მაგრამ პასუხი არ გამცა. წყალი გულსაც რგებს თქვა უბრალოდ. მე ვერ გავუგე, მაგრამ აღარაფერი ვკითხებ. კარგად ვიცოდი, რომ კითხვაზე პასუხს ადვილად არ გამცემდა. იგი დაიხალა და სილაზე დაეშვა. მე გვერდით მივუჯექი. კარგი ხანს ვდუმდი, მერე კი თქვა. ლამაზია ვარსკვლავები, მეტად რა იმიტომ, რომ იქ სადღაც ერთი ყვავილი ხარობს, რომელიც აქედან არ აჩენს. მართალი ხარ მივუგე, მე და თვალი მოვავლე, მთვარი შუქით განათებულდა და უглქვიშეს. უდაბნოც ლამაზია და სინამან. მართლაც ლამაზი სანახავი იყო უდაბნო. და ყოველთვის მომწონდა იგი. სიხარსილის ბორცვზე, ირგვლივ არაფერი ჩანს, არაფერი ისმის და მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც. იცი რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი, თქვა პატარა უფლისწულმა. იმიტომ რომ სადღაც მის წიაღში წყარო იმალება. მე გავოცდი. ხოლო და ახლა მივხვდი, რას მოასწავლობდა ეს იდუმალი ელვარება. უდაბნოს სილა რომ გამოსცემს ხოლმე. ოდესღაც პატარა რომ ვიყავი, ერთ ძველ სახლში ვცხოვრობდი. ხალხში ხმა დადიოდა ამ სახლში განძია დაფლულია. ეს განძი რა თქმა უნდა არავის უპოვია და ალბათ არც არავის უძებნია, მაგრამ სახლი გრძნეულობით იყო მოცული. თითქოს გულში რაღაცა იდუმლოება აქვს ჩამორხულია. მართალი ხარ მივუგე პატარა უფლისწულს. სახლი იქნება ვარსკვლავი თუ უდაბნო, ლამაზი მათში ის არის, რაც არ აჩენს. მიხარია რომ ჩემს მელიას ეთანხმები, მითხრა პატარა უფლისწულმა. მერე კი ჩაეძინა. მე ხელში ავიყვანე იგი და გზა განვაგრძე. აღელვებული დავყურებდი მას. ასე მეგონა თითქოს უძვირფასესი განძი მეჭირა ხელში და მასზე სათუთი არაფერი იყო ქვეყნად. დავსქეროდი მთვარი შუქით განათებულ ქვემკრთელ შუბლს. მინებულ თვალებს და ოქროსფერ ყვავილებს, რომლებსაც ქარი ელმუნებოდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რასაც ახლა ხედავ. ნაჭუჭია მხოლოდ. ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს მათქი. უფლისწულს ოდნავ გაპობილ ბაგეზე წყნარი ღიმილი გადაეფინა. ის რაც უფრო დიდ ახტაცებას მგროვს, გავიფიქრე მე, არის მისი ერთგულება ყვავილისადმი. ვარძე ოცნება, რომელიც ჩირაღდანები თანთია მის სულში, მაშინაც კი როცა მას ძინავს. და ჩემთვის აშკარა გახდა, რომ იგი უფრო სათუთი იყო, ვიდრე მეგონა. მივხვდი, რომ ჩირაღდანს უნდა გაუფრთხილდა, თორემ ქარის ერთი შემოქროვლით შეუძლია ჩააქროს იგი. ასე ვიარე, ვიდრე განთიადისას ჭას არ წავაწყდი. ადამიანები, თქვა პატარა უფლისწულმა, ჩქარი მატარებლებივით დაჰქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომ არა მოსვენება დაუკარგავ და აქეთ-იქით აწყდებიან. მაგრამ ამაოდ დასწინე შემდეგ. ჭა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, არ გავდა უდაბნოს ჭას. ჩვეულებრივად საჰარის უდაბნოს ჭა. სილაში ამოთხრილი ორმოა. ეს კი ნამდვილი, სოფლური ჭა იყო, მაგრამ ახლო-მახლო სოფელი არ ჩანდა და თავისი ზმაში მეგონა. უცნაურია, უთხარი პატარა უფლისწულს. ყველაფერი თავის ადგილზეა, გორგოლაჭი. ვეტროც და თოკიც. მან გაიცინა, ჭასთან მივიდა, თოკი აიღო და გორგოლაჭი დაატრიალა. გორგოლაჭი ისე ჭრიალებდა, როგორც ძველის ძველი, უქმად დები დაჟანგული ფლიუგერი. გესმის, თქვა პატარა უფლისწულმა. ჩვენ გავაღვიძეთ იგი და ისიც ამღერდა. არ მინდოდა, რომ იგი დაღლილიყო. მიამოვიღებ უთხარი უფლისწულს. შენთვის ეს ვედრო ძალიან მძიმეა. ნელა ამოვიღე წყლით სავსე ვედრო და ჭის გვერდზე დავდგი. ჯერ კიდევ მოსმოდა გორგოლაჭის
ჭრიელი, ჯერ კიდევ ტოკავდა ვედროში წყალი და მის ზედაპირზე მზის შუქი ლივლილებდა. ეს წყალი მწყუროდა, თქვა პატარა უფლისწულმა. დამალევინე. მე მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც დაეძებდა იგი. ვედრო ტუჩებთან მივუტანე. მან თვალები მოხვჭა და წყალს დაეწაფა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი არ იყო. ეს წყალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, გადალახულმა გრძელმა გზამ, გორგულაჭრის ჭრიელმა და ჩემი ხელების ზავამ დაბადა და ახლა საჩუქარი ვით ეფინებოდა გულს. ბავშვობის ეს ემახარებდა ხოლმე საშობაო საჩუქრები. სანთლების ციმციმი შობის ხეზე, შუაღამის წირვის მუსიკა და ადამიანების ალერსიანი ღიმილი. შენი პლანეტის ადამიანებს, მითხრა პატარა უფლისწულმა, ერთ ბაღში 5,000 ვარდი აქვთ, მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ. ვერ პოულობენ და უდესტურა მე. ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუp წყალში იპოვოს კაცმა. მართალია, ისე მიუგე მე. მაგრამ თვალი ბრმაა, ადამიანი გულით უნდა ხედავდეს. მე წყალი შევსვი და შვებით ამოვისუნთქე. განჯიადისას უდაბნოს ქვიშას თაფლის ფერი დაჰკრავს და ამ ფერის ცქერაც ბედნიერებას მოგვრიდა. მან კი რა მქონდა სადარდებელი? დანაპირები უნდა შემისრულო, წყნარად მითხრა პატარა უფლისწულმა. რა დანაპირები? ხომ გახსოვს პირსაკრავს, რომ შემპირდი ჩემი ბატკნისთვის? ხომ უნდა ვიზრუნო ჩემს ყვავილზე? ჯიბინენ ჩემი ნახატი ამოვიღე. პატარა უფლისწულმა გადაათვალიერა ისინი, გაიცინა და თქვა: შენი ბაობაბი ცოტათი კომპოსტოს მიაგავს. ოჰ, მე კი ისევ ამაყობდი ჩემი ბაობაბით. შენი მელია კი ყურები რქებს მიუგავს, ძალიან გრძელი ყურებია და მოკვლავ გაიცინა. შენ მოუსამართლოდ მეკცევი, ჩემო კარგო ბიჭო. მე ხომ არაფრის ხატვა არ ვიცოდი გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან. არა უშავს დამამშვიდა მან. ბავშვები მაინც მიხვდებიან. მე პირსაკრავი დავუხატე ბატკნისთვის. ნახატი რომ გავუწოდე, ეჭმა გამკენწვა. შენ რაღაცა საპირებ და არ მიმხევ, მაგრამ მან პასუხი არ გამცა, ხოლო თავისთვის ჩაელაპარაკა. ხვალ წელიწადი შესრულდება, რაც დედამიწაზე ჩამოვარდი. მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი დასძინა. ის ადგილი ძალიან ახლოა და სახე წამოუფაკლდა. ისევ შემოაწვა გულზე უცნაური სევდა და შევეკითხე. მას შემერთი კვირის წინათ, პირველად რომ დაგინახე, შემთხვევით არ დაეხატებოდი მარტოდ ამ უდაბნოში? იმ ადგილას ბრუნდებოდი, სადაც მაშინ ჩამოვარდი? მას ისევ წამოუფაკლდა სახე. წელიწადი რომ შესრულდა, იმიტომ გაუბედავა დავძინე მე. პატარა უფლისწული კვლავ წამოჭერხლდა. იგი არასოდეს მაძლევდა კითხვაზე პასუხს, მაგრამ განაგაწილება დასტურს არ ნიშნავს. ვაი თუ, მაგრამ პატარა უფლისწულმა სიტყვა გამოწყვეტინა. დროა შენ საქმეს შეუდგე. მანქანას მეხეზე, მე აქ დაგელუდები, ხვალ საღამოს მოდი. მაგრამ ამან ვერ დამამშვიდა. მელიას ნათქვამი მაგონდებოდა, რა კი ვინმეს მოიშინაურებ. ძრემლიც უნდა ღვაროო. ჭესთან ქვის ძველი კედლის ნანგრევები იყო. მეორე დღეს მუშაობა რომ მოვათავე და დავბრუნდი, შორიდანვე მოვკარი თვალი პატარა უფლისწულს. იგი კედელზე იჯდა და შორიდანვე შემომესმა მისი ხმა. თუ არ გახსოვს, ეუბნებოდა იგი ვიღაცას. ეს აქ არ იყო. ალბათ ვიღაც შეეპასუხა, რადგან მას ისევ გაიმეორა. დიახ, სწორედ დღევანდელ დღეს, მაგრამ აქ არა. ნაბიჯს აუჩქარე. კედელთან არავინ ჩანდა და არც ხმა ისმოდა. პატარა უფლისწული კი ისევ უმტკიცებდა ვიღაცას. რა თქმა უნდა, შენ შენიშნა. სად იწყება ჩემი ნაფეხურები სილაზე და იქიდან მელოდები. ამაღა მოვა. ახლა მხოლოდ 20 მეტრი მაშორებდა კედელს, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავდი. მცირე ხნის დუმილის შემდეგ პატარა უფლისწულმა იკითხა. კარგი შხამი გაქვს? დარწმუნებული ხარ, რომ დიდხანს არ მაწამებს? თავზარ დაცემული ადგილზე გავქვევდი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერაფერს უმხვდარიყავი. ახლა კი წადი, თქვა პატარა უფლისწულმა. ძირს უნდა ჩამოვიდე. დაბლა დავიხედე და თოფნაკარავებით შევხვდი. კედლის ძირას მოყვითალო გველი დავინახე, რომელსაც თავი პატარა უფლისწულისკენ აეღერა. ასეთი გველის შხამი ნახევარწუთში ჰკლავს ადამიანს. სწრაფად წავიღე ხელი ჯიბისკენ, სადაც რევოლვერი მედო და გველისაკენ გავექანე, მაგრამ ჩემი ფეხის ხმაზე იგი წყნარად გასრიალდა სილაზე, წყაროს ნაკადივი და აუჩქარებლად მიიმოვა ქვებში, გულთონისებური მსუბუქი წკრიალით. კედლისაკენ გავიქეცი და ხელში ავიტაცე ჩემი პატარა უფლისწული. მას თოვლის ფერი ედო. ეს რა ამბავია? გველებს ელაპარაკები? სწრაფად შემოხსენი ოქროსფერი ყალწვახვევი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. შემდეგ საფეთქლები დავანამე და წყალი შევასვი. ვერ ბედავდი რაიმე მეკითხა. მან დაფიქრებით შემომხედა და კისერზე მომხვია ხელები. გული ნატყვერი ფრინველივით უცემდა. მიხარია მანქანა რომ შეგიკეთებია. ახლა შეგიძლია დაბრუნდე შინ. საიდან იცი? სწორედ ის იყო უნდა მეთქვა, ბედმა გამიღინა
გამიღიმა და თვითმფრინავი შევაკეთე მეთქი, მან პასუხი არ გამცა და განაგრძო. თვას მეც დავბრუნდები შინ, მერე კი ნაღლიანად დასძინა. ოღონდ ჩემი გზა უფრო შორია და უფრო ძნელი. გრძნობდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო. ჩვილი ბავშვობით მივიხუტე იგი მკერდზე, მაგრამ ასე მეგონა თითქოს ხელიდან მიზღუდებოდა და უფსკულში ვარდებოდა. იგი ძალა არ შემწევდა, შემეგავებინა. იგი ჩაფიქრებული გასცქეროდეს სივრცეს. მე მყავს შენი ბატკანი, მაქვს მისთვის ხუთი და პირსაკრავი და ნაღლიანად გაეღიმა. თითქოს ვიდექი ასე. გრძნობდი, რომ იგი ნელა იკრებდა ძალღონეს. ჩემო პატარა ბიჭო, შეშინებული ხარ. რა თქმა უნდა შეშინებული იყო, მაგრამ მან წყნარად გაიცინა. ამ საღამოს უფრო შემეშინდება. უბედურების წინათ გრძნობა სისხლს მიყინავდა. ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ამიერიდან ვეღარასოდეს გავიგონებდი მის სიცილს, რომელიც ისე საჭირო იყო ჩემთვის, როგორც წყარო უდაბნოში. ჩემო კარგო ბიჭო, ერთხელ კიდევ გამოგონე შენი სიცილი. ამაღამ წლის თავი შესრულდება, მითხრა მან. ამაღამ, ჩემი ვარსკვლავი, სწორედ ადგილას იქნება, საიდანაც შარშან დავეშვი. ჩემო კარგო ბიჭო, ხო მართალია, რომ გველის, აემანისა და ვარსკვლავის ამბავი ცუდი სიზმარია მხოლოდ. მან პასუხი არ გამცა, რაც მთავარია ის არ ჩანს, თქვა მან. მართალი ხარ. ისევე როგორც ყვავილი, თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც ვარსკვლავზე ხარობს, სიხარულით შესცქერი ღამით სცას და ყველა ვარსკვლავი ყვავის შენთვის. მართალი ხარ. ან კიდევ წყალი. შენ რომ წყალი დამალევინე, იგი მუსიკას გავდა იმ გორგოლაჭისა და თოკის წყალობით. გახსოვს რა გემრიელი იყო. მართალი ხარ. ღამობით. შენ ვარსკვლავებს შეხედავ ხოლმე. ჩემი ვარსკვლავი ისე პატარაა, რომ არ შემიძლია დაგანახო, თუმცა ასე სჯობს. იგი შენთვის მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება ვარსკვლავთა შორის და შენ გეყვარება ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ყველა ვარსკვლავი შენი მეგობარი იქნება და კიდევ ერთი რამ უნდა გაჩუქო. და მან ისევ გადაიკისკისა. ჩემო კარგო ბიჭო, ჩემო პატარა უფლისწულო, რომ იცოდე როგორ მიყვარს შენი სიცილი. ჩემი საჩუქარიც ეს არის, როგორც ის წყალი შენ რომ შემასწავლე. ვერ გავიგერი სითქმა გინდა. ყველას თავისი ვარსკვლავები ჰყავს, მაგრამ ეს ვარსკვლავები სხვადასხვანაირია. ზოგისთვის მაგალითად, მოგზაურისთვის ვარსკვლავები მეგზურებია, სხვებისთვის მხოლოდ მოციმციმე სინათლეებია ცაზე. სწავლულისთვის ვარსკვლავები პრობლემაა, იმ საქმოსანისთვის კი ოქრო იყო, მაგრამ ესენი მდუმარე ვარსკვლავებია. შენ კი ისეთი ვარსკვლავების მფლობელი იქნები, რომელთა მსგავსი არავის ჰყავს. ვერ გავიგერი სითქმა გინდა. როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრებ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც იცინიან, და მან კვლავ გაიცინა. და როცა გამომიგლოვებ, მაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფენჯერას რომ გამოუღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება. შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ, როგორ შესცინი ცას. მე ყოველთვის შევხარი ვარსკვლავებს, ეტყვი შენ მათ და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე. ან რა ცუდ საქმეს გიპირებ. და მან კვლავ გაიცინა. ვარსკვლავების ნაცვლად, შენთვის თითქოს ურიცხვი პაწია ეჟუნები მეჩუქრებინოს, რომლებმაც სიცილი იციან. და მან ისევ გადაიკისკისა. შემდეგ ისევ სერიოზული იერი მიიღო. ამაღარ, იცი რა, ნუ მოხვალ. მე შენ არ მოგშორდები. მე ალბათ გატანჯველი სახე მეკნება, ალბათ ცოტათი მომაკვდავ ისეც. ნუ მოხვალ. არ არის საჭიროა მის ნახვა. მე შენ არ მოგშორდები. იგი შეწუხდა. ამას გველის გამო გეუბნები, უცებ შენც არ დაგესლოს. გველი ბოროტია, უხარია ვინმეს რომ უკვენს. მე შენ არ მოგშორდები. მერე კი უცებ დამშვიდდა. მართლა, მას ხომ შეხამი აღარ ექნება, რომ მეორე დაგესლოს ვინმე. იმ ღამეს ვერც კი შევნიშნა, როგორ წავიდა ჩუმად გაპარულიყო. რომ დავეწია მტკიცე და სწრაფად მიაბიჯებდა. შენც აქ ხარ, თქვა მან და ხელი ჩამკიდა. იგი ისევ შეწუხებული ჩანდა. ტყუილად მომყვები, დაიტანჯები. მოგეჩვენება თითქოს კვდები, მაგრამ ეს მართალი არ იქნება. მე ვდუმდი. ხომ იცი, ეს ძალიან შორსაა. არ შემიძლია თან წავიღო ეს სხეული. ძალიან მძიმეა. მე ვდუმდი. მაგრამ იგი ძველი მიტოვებული ნაჭუჭი იქნება მხოლოდ. ძველი ნაჭუჭი და რადესანანია. მე ვდუმდი. იგი ცოტათი შეშინებული იყო, მაგრამ ისევ მოიკრიბა ძალღონე. მე შევხედავ ხოლმე ღამღამობით ვარსკვლავებს და ყველა ვარსკვლავი ჭრიალა გორგოლაჭიან ჭად იქცევა. ყველა ვარსკვლავი სასმელ წყალს მომაწვდის. მე ვდუმდი.
ხომ კარგია? შენ 500 მილიონი ეჟვანი გექნება, მე კი 500 მილიონი წყარო. მეტი ვეღარაფერი თქვა, რადგან ტიროდა. აი ის ადგილიც. ერთი ნაბიჯი გადამადგმევინე მარტოს და ჩაიქეცე, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. ხომ იცი, ჩემი ყვავილი, მე უნდა ვიზრუნო მასზე. იგი ხომ ისეთი სუსტი და ისეთი გულყვილოა. 4 საცოდავი ეკლის გარდა არაფერს აქვს. რომ თავი დაიცვეს. მეც მომეკვეთა მუხლები და ჩავიკეცე. სულ ეს არის თქვა მან. ცოტა ხანს კიდევ მომნობდა, შემდეგ წამოდგა და ერთი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ. მე განძრევაც აღარ შემეძლო. რუსევნის ფეხებთან ყვითლად გაიოვა რაღაცამ. პატარა უფლისწული ერთ წამს უძრავად იდგა. არ დაუკვნესია, მერე კი ნელ-ნელა წაიქცა როგორც ცხერი. დაცემის ხმაც კი არ გამიგია, რადგან ირგვლივ უდაბნოს ცილა იყო. მას შემდეგ 16 წელმა განვლო. მე არავისთვის არ მიაბნია ეს ამბავი. ჩემს ამხანაგებს უხარუდათ უნებლად რომ დავბრუნდი უდაბნოდან. მე ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ამხანაგებს ვეუბნებოდი, დავიღალე მეთქი. მერე ცოტათი დავმშვიდი, თუმცა ამას დამშვიდება არ ეთქმის. მე მწამს, რომ იგი დაბრუნდება თავის პლანეტაზე, რადგან რომ მინეთა, მისი სხეული ვერსად ვიპოვე, ის ხომ არც ისე მძიმე იყო. ღამ-ღამობით კი ვარსკვლავებს უსმე ხოლმე. თითქოს 500 მილიონი ეჟვანი წკრიელებს ციდან. მაგრამ ერთი რამ აშფოთებს, როცა ბატკნისთვის პირსაკრავს უხატავდი, თასმის დახატვა დამავიწყდა. 500 კი პატარა უფლისწული პირს ვეღარ აუკრავს ბატკანს და ახლა ჩემს თავს ვეკითხები, რა ამბავია ახლა მის პლანეტაზე, ხომ არ შეჭამა ბატკანმა ყვავილი? რა თქმა უნდა არა, ვამბობ ზოგჯერ. პატარა უფლისწული მინის სარქველს ახურავს თავის ყვავილს ღამ-ღამობით და ფხიზლად დაარაჯებს ბატკანს. ამას რომ ვფიქრობ, ბედნიერი ვარ და ყველა ვარსკვლავი წყნარად მიცინის ციდან. მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ შეიძლება რომ ადამიანს საქმე დაავიწყდეს, ხომ შეიძლება რომ ერთ საღამოს მინის სარქველი არ დაახუროს ყვავილს ან ბატკანი გაეპაროს ღამით ყუთიდან და ამის გაფიქრებაზე ეჟვნების წკრიალი ცრემლებად იცლება. ეს ამბავი დიდი საიდუმლოებითაა მოცული ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის. ვისაც პატარა უფლისწული გიყვართ, მთელი ქვეყანა შეიცვლება თუ სადღაც, სამყაროს რომელიღაც უხილო მხარეში, ბატკანმა, რომელიც თვალით არ გვინახავს, ვარდი შეჭამა. ახედეთ ზეცას და იკითხეთ, შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა, და დაინახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი, მაგრამ დიდები ვერასოდეს მიხვდებიან, რამდენი რამაა ეს. ეს პეიზაჟი ყველაზე მშვენიერი და ყველაზე სევდიანი პეიზაჟია ჩემთვის, ქვეყნად. ეს სწორედ ის სურათია წვინა გვერდზე რომ იყო, მაგრამ მე ხელმეორე დავხატე იგი, რომ სამუდამოდ აღმოპეჭდა თქვენს მეხსიერებაში. ამ ადგილას მოევლინე პატარა უფლისწული დედამიწას და ამ ადგილიდანვე გაუჩინარდა. ყურადღებით დააცქეთით ამ სურათს, რომ ნამდვილად იცნოთ იგი თუ ოდესმე აფრიკის უდაბნოში იმოგზაურეთ. იმ ადგილას თუ გაიაროთ, მოაჩქარდებით, შეჩერდით ერთხანს. სწორედ ამ ვარსკვლავის ქვეშ და მოწვილი თუ დაინახეთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს. უცოდ მიხვდებით, ვინც არის იგი და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მან უგეშოთ, შემოტყობინეთ, რომ იგი დაბრუნდა.